მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი მორიგი პოდკასტი ორ ცეცხლშუა, ტრადიციულად ირაკლი წულაიასთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ირაკლი კუპრაძე. მადლობა ირაკლი მობრძანების. მადლობა თქვენ. მოგესალმებით. კაცი რომელმაც გაიარა ქუჩიდან, ესე ვთქვათ, მივიდა პარლამენტში, იცავდა მუშების უფლებებს, გარემოს დაცვის უფლებებს და ასე შემდეგ და ერთი ხელისუფლებაში არ ყოფილა, დანარჩენი მთელი პოლიტიკური სივრცე მოიარა, რაც ქართველმა პოლიტიკოსმა უნდა მოიაროს, ხო? ალბათ. მაგრამ არ მოუვლიათ ხოლმე ძირითადად ეგეთი პირდაპირ ხვდებიან ხოლმე ან პარტიაში, ან პარლამენტში. წინაპირობები ზოგჯერ არ აქვს ხოლმე ქართულ პოლიტიკურ ისტორიას, მაგრამ არ აქვს. მოდი, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და კითხვებით, სანამ მიმდინარე მოვლენების შეფასებას გთხოვდი. შეიძლება ამაზე ნასაუბრები გაქვს არაერთხელაც, როგორ მოხდი ლელოში, მაგრამ მოგეთ ჩვენ მაგათად ერთმანეთი გავიცანით საყდრისის აქციების პერიოდში, რომელიც იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი მსხვილი დანაშაული, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა ქვეყნის და სამშობლოს წინაშე. და იმ პერიოდის შემდეგ უკვე გააგრძელე შენ აქტიურად პოლიტიკური ცხოვრება, სოციალური აქტივობები და საბოლოოდ ამ ეტაპისთვის საბოლოოდ მოხდი ძლიერ საქართველოში და ლელოს რატომ აირჩიე ლელო? როგორ მოხდა ეგ რომ მოგვიყვე, ჩვენ როგორი ხალხი ვართ, იცი როგორ კითხავს ხოლმე მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთი დეტალები მოგაყოლოთ, რომელიც შეიძლება ესე არის სხვაგან ვერ მოუყვე, ხო? მოყევი. შინაურული ამბები შენ დაგირეკეს, შენ დაურეკე, აი როგორ მოხდა? კაი. მომწონს ამ ფორმატები, სატელევიზიო სივრცე შეზღუდულია ერთადად არაფორმალური კომუნიკაცია, ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა არის ხოლმე დათო აკუბარდიასთან გემრიელად დაჯდომა და ლაპარაკი, სადაც თავისუფლად ხარ და უფრო საინტერესო ამბების ამოღება შეიძლება ხოლმე, როგორც მაყურებელი ვამბობ, რო უყურებ ხოლმე მსგავს პოდკასტებს. ხო, ამბავი ჩემი პოლიტიკაში მოხვედრის ალბათ ტრადიციულია, როგორც ხდება ხოლმე. 2012 წელს გავხდი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე, პირდაპირ პირველ კურსზე აღმოჩნდი ქუჩაში, ეს იყო ციხის აქციები. ჩემი ოჯახი ოპოზიციურად განწყობილი ოჯახი იყო ბათუმშიც, მათ შორის 2004 წელსაც ასლან 3-4 წლებში ასლანაბაშის წინააღმდეგ და ეს ოპოზიციური რაღაც ხასიათი მოგვდევდა. აღმოჩნდი სამართლიან ხასიათს დავარქმევდი მე მაგას შეგისწორებ. ანუ გენეტიკურია ოპოზიცია. სამართლიანობისთვის ბრძოლა. სიჯუტე და რაღაც წინააღმდეგობრიობა არის კი, ახასიათებელი. იმიტომ რომ როგორ იზრდები ამაზე, რასაც ხედავ რა დროის განმავლობაში ხო. ჩემი ოჯახი იქნება და მამი და ჩემიც კი რომელიც მაგალითად ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი იყო მახსოვს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევის შემდეგ მოვიდა თითებ დამტრეული დატეხილი ქონდა ეს რომელი დარბევას გულისხმობ რომელი წლის ეს 7 ნოემბრის შემდეგ თბილისში როცა დიდი დარბევა მოხდა პარალელური დარბევა მოხდა სტუდენტების დარბევა უნივერსიტეტის შენობაში შეცვლიდნენ და მახსოვს მამი და ჩემი რომელიც გერმანისტია, გერმანულის პროფესორი იყო, ასწავლიდა იმის გამო რომ გადაეფარა სტუდენტებს, ეს დამტრეული თითებით მოვიდა, მაგრამ ამ დამტრეული თითებითაც ამაყობდა და ჩემი რამ პატარა ვიყავი მაშინ. მოძალადე ხელისუფლებები არ გვაკლია. ხო, არ გვაკლია არც ერთ ვითარებაში. ახლოს გადმოდით. ახლოს გადმოვა. ლელო და მისი შეერთება და რატომ ლელო? მე წამოვიდა რაღაცა ეს უსამართლობის პირველი განცდები უნივერსიტეტში, თვითმმართველობა, რომელიც ჯერ ნაციონალურ მოძრაობას ყავდა, მე ქართულმა ოცნებამ გადმოიბარა იქ ძალადობა სტუდენტებზე, ოდერების ინსტიტუტი, რომელიც უნივერსიტეტში იყო. მე პირველი არჩევითი პოზიცია მქონდა, მაგალითად თესეუს სენატი, რომელიც იყო. მე იყო სტუდენტური მოძრაობები, რომლებიც მუშაობდნენ განათლების საკითხებზე, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობა, მდგრადი განვითარება, ჰესების საკითხი, მაგალითად ბევრი მიმართულება იყო, შრომითი უფლებები, რაც კი საქართველოში არსებობს. ძირითადი დიდი ინდუსტრიული ქალაქები, ტყიბული, კაზრეთი, ზესტაფონი ასე შემდეგ ესენ ჩამოვიარეთ. მოდი საკაცო ეს ისეთი ჩემთვის ძალიან ღირებული ისტორია. მე ვიქედან წამოვედით ესე და მოვედით ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში ვიყავით ჩვეულებრივად. მე მქონდა მოთხოვნილება, პერსონალური მოთხოვნილება, რომ შექმნილიყო ახალი პოლიტიკური რაღაც მოძრაობა და პარტია, რომელზეც სამწუხაროდ მაშინ ვერავინ ვერ დავიყოლია. ჩემ თანამებრძოლები, სულ ამაზე ვლაპარაკობდი, არ მომწონდა ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. თვითონ გინდოდათ ჩამოყალიბება პარტიის და იმ ახალგაზრდული ფრთიდან. მე არასდროს არ მქონია იმის განსა რომ მე ესეთი რამე შემეძლო, მაგრამ საჭიროებას ხედავდი. საჭიროებას ხედავდი და
ჩემთან ერთად იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელსაც ბევრად მეტი პოტენციალი ჰქონდათ, ვიდრე მე პერსონალურად. არიან ეს ადამიანები დღეს. ანუ ახალი ადამიანების გამოჩენის საჭიროებას ხედავდა, მაგრამ მე რაღაცნაირად მოხვდა მამუკა ხაზარაძესთან. კი, მათ შორის, იმიტომ რომ ეს ახალი ადამიანები, იყო ესეთი დიდი პოლარიზება იყო. ქართული ოცნება და ნაციონალ მოძრაობა არც ერთი არ მომწონდა. არც ერთი არ მომწონდა რაღაც დროის განმავლობაში, მაგალითად არჩევნებზე რო დავდიოდი, ერთხელ მივეცი ხმა თავისუფალ დემოკრატებს. მე რო გეიაზო ხარ, გამცემ პასუხს? გაგცემ, რა თქმა უნდა. გამოვშვი. პირიქით, საინტერესოა მე იაზო. ახალი ადამიანი, ახალი სახეები უნდა დამეთქი და უცბად მამუკა ხაზარაძესთან მოხდა. არა, ხო და ეგ არასწორი მიდგომაა, ხო, იაზოების კატეგორიაში სწორია, გავიგე, მაგრამ ამ იაზობას ქართული სიტყვები. მე რო გამოყვე, ხა, იაზობა ხო მეც ხო არ გეიაზვებ, მე უნდა გიგპასუხო შინაარსობრივად. და ანა ნაცვლიშვილი ჩემთვის რომელიც ყოველთვის ძალიან ღირებული იყო საიას თავმჯდომარე ჯერ ნაციონალ მოძრაობის წინააღმდეგ, მერე ქართული ოცნების წინააღმდეგ, დავით უსუფაშვილი, რომელმაც შეძლო, რომ თავის დროზე ქართული ოცნება 2012 მე ჩამონათვალე ხა შემიძლია გავაგრძელო, ოღონდ ეგეთივე პოზიტიური ხალხი არ იქნება. კი, გაგრძელე. კახა კოჟორიძე მაგალითად, რომელიც გადასარევი კაცი მე პატივს. ჩემ მეგობარი გრიგოლ გეგელია. კაი, მაგას ხალხზე გადა, უბრალოდ მე მაინტერესებს, აი ძალიან კონკრეტულ რაღაც ძალიან ცლად მოყევი, თან ჩვენ გადაცემა შეზღუდულია. როგორ მოხდი? მე რატომ ლელოკი არა? რატომ კი? ეს იყო ჩემი არჩევანი, მოკლედ თუ გაინტერესებს. არც ნაცი, არც კოც. ეს იყო ჩემი არჩევანი და ალტერნატივის გაჩენის ახლა გისო ძალიან კონკრეტულ შეკითხვას. ძალიან კონკრეტულ შეკითხვას. როგორ მოხდა ეს ტექნიკურად? შენ შეხედე ველს პოლიტიკურ ველზე, აი ლელო მაგალითად ესე იფიქრე, მაგალითად რომ ესენი გონი ყველაზე კარგი ტიპები, მოდი ავდგები დაურეკავ, ხო არ მიმიღებთ ესე, ხო არ მოხდა ესე? არა. აბა როგორ მოხდა? ისიც არის, რომ შენც ახლა ცოტა მემარცხენე იყავი მუშების უფლებებს იცავდი, ხარ როგორც ვიცი, გეგელიაც ესე და უცებ ახლა ბანკირის პარტიაში რო აღმოჩნდით როგორ არის მაგა. ეს არის მთავარი რასაც გაქილიკებენ ხოლმე რის გამოც ხშირად. რომ ამ ხელა მემარცხენე სოციალისტი კაცი რა უნდა ბანკირების პარტიაშიო. კი ბატონო. მოდი პირველი შეკითხვას უპასუხებ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, დამიკავშირდა ერთ-ერთი ალბათ სამივესთვის ნაცნობი ადამიანი, ჟურნალისტი, კარგი ადამიანი ძალიან, რომელმაც მითხრა, რომ შენთან შეხვედრა უნდათ. რომლის სახესაც ხა არ გვეტყვი? აი, არ არის პრობლემა, თუ შეთანხმებული არ არის, კი ბატონო. და შენთან შეხვედრა უნდათ. ვის უნდა? მამუკა ხაზარაძეს. პირველი განცდა იყო ის, რომ ხო, ანუ არაფერი არ მესაქმება, საათ რა, როგორ. ასე შემდეგ და თქვი, რომ არ ვარ დაინტერესებული შეხვედრით და ისეთი ამბავი იყო, რომ არ გამეშვა ეს პროცესი. მე უთხარი, რომ მოდი მე ოფისში არ მივალ მასთან და სხვაგან სადმე შევხვდეთ და ვარაუდობდი იმას, რომ უარს მეტყოდა. არ მითხრა უარი. მე შევხვდით ვისაუბრეთ. და რატო ქონდა ეს დამოკიდებულება? სავარაუდოდ იმიტომ, რომ შენც ის დამოკიდებულება ქონდა თავიდან მამუკა ხაზარაძის მიმართ, რაც საზოგადოების რაღაც ნაწილს დღემდე აქვს? არა, უფრო სხვა მოთხოვნილება მქონდა, როცა ვამბობ, რომ მე მინდოდა თავის დროზე იმ სამოქალაქო აქტივიზმისგან, რომელსაც ნაწილი შენც იყავი მათ შორის და ძალიან მე დღემდე ვარ შენ აღარ ხარ. ხო, მე პარტიულ პროცესში გადავედი და მაგაზე დაფიქრდები ალბათ, რომ ოდესმე შენც გადმოხვალ პარტიულ პროცესში. მე სტამირეკავს მამუკა? არა, ალბათ სხვა დაგირეკავს, ან შენ დაურეკავ და ასე შემდეგ. საბოლოოდ რომ სამოქალაქო აქტივიზმში ხარ, ხვდები ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომ ყოველთვის ვიდექი რაღაცა ან სასამართლოს წინ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, მირტყამდნენ, მიჭერდნენ ასე შემდეგ, მე ლეგიტიმაციას ვაძლევდი სხვას, ვიღაც პოლიტიკოს ან ვიღაც პარტიას და მე კიდევ ვთხოვდი სასამართლოზე ვართ ერთად რა ვყოფილიყოთ, მაშინ იშვიათობა იყო ეს. ხალხში ყრიდნენ თქვენ დობას ესე თქვა. კი, და მე მათ ვთხოვდი, რომ გააჟღერეთ ჩემი პოზიციები. მე მიჭერე მე მდევნიან, მე ვდგავარ 24 საათი კუჩაში. ასე შემდეგ, ანუ ეს პროცესია და მე დავფიქრდი, რომ რაღაცა უნდა ვთხოვო სხვას მხარდაჭერა თუ მე მაინტერესებს ეს საქმე. ისე ახსენე, ეხლა მე აუცილებლად უნდა კითხო, ცოტა გვიან ვაპირებდი ამ კითხვის დასმას. ეხლა შენ მოგეხსენება, რომ ეს აქტივიზმი რაც არის საქართველოში, ყველა იმისთვის ვიბრძოდით, რომ ქართულ ოცნებას დისკომფორტი შექმნოდა და ესე ვთქვათ, მათთან დაახლოებული ბიზნესმენები, ესე ვთქვათ, დასანქციონირებული იყვნენ. თქვენმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ ამერიკაში მიდიოდა მათ დასაცავად. ეს არ გიქრიდა თუ ხერხულობას ან თქვენ ეთანხმებოდით მის ამ განცხადებას? ესე არ უთქვამს და განმარტება მოვისმინეთ, მაგრამ მაგ განმარტების მოსმენამდე
შენ რა ის ქონდა, როცა ეგ მოისმე თავიდან ხო? შენი გასტა. სანამ გაიგებდი ბატონ მამუკამ რა თქვა, იცოდი რა ხდებოდა? პოზიცია, რა თქმა უნდა, ეგრევე როგორც კი ეს განცხადება მოვისმინე და მაინც ყურს გაკრა უსიამოვნოდ, რა თქმა უნდა, მოცემულობა იყო. ანუ ჩვენი ბრძოლა ფაქტიურად წყალში იყო, ხო, ჩაყრილი მაგრამ ერთი განცხადება. მარტივი მოცემულობა, მე ხო ვიცი, ეხლა პარტიის ყოველდღიურ ყოფით ნაცვლად ხელმძღვანელობ რესურსულად, პოლიტიკურად ასე შემდეგ. გენერალური მდივნის პოზიციაზე ვარ და შესაბამისად ძალიან მარტივი იყო ჩემთვის, რომ გამეგოე, რომ ეს იყო მის კომუნიკაციის ამბავი. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად, ამაზე ქართული ოცნება და იმედის ტელევიზია ახლაც დამდევს, იმიტომ რომ გუშინ წინ თქვი, სალომე სამადაშვილი ბრიუსელშია მეთქი და გრიგოლ გეგელია გერმანიაში თქო და მუშაობთ, რომ დასანქცირდნენ ქართული ოცნების ლიდერები და მათთან ბოროტად ასოცირებული ადამიანები თქო და დღემდე დამდეს, მუშაობთ ამაზე. კი, მუშაობთ. იმიტომ რომ მათ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ჩვენ წინააღმდეგი ვართ საქართველოს მოქალაქეები და ქართული რატო არ გაკეთდა ეს განცხადება მალევე და რატო დააგვიანა აი ამ განმარტება? მალე გაკეთდა. ძალიან რამოდენიმე დღე იყო გასული. არა, ძალიან მალე იმავე დღეს გაკეთდა განცხადება. მეორე დღეს. ხო, მეორე დღე იყო თუ არ დამაზუსტებელი, მე მახსოვს რომ ის დღე იყო ზუსტად დამაზუსტებელი განცხადება, რომ ეს არ ეხებოდა ვიღაცა იმ ტიპის ბიზნესმენებს, რომლებიც ასულდგმულებენ ან არიან ეგრეთ წოდებული შავი მოლარეები, სხვა მე მგონი არც არავინ არ იყო მოხვედრილი. კაი, მაგაზე დაგისვა კონკრეტულ შეკითხვას. კაი, იცი რაზეც შეკითხვა დამჭირდა უპასუხო. არა, ირაკლის შეკითხვის გავრცობა მინდა რა კონტექსტში, იცი? ეხლა შენ თქვი ესეთი ფრაზა, რომ ის არ ეხებოდა ისეთ ბიზნესმენებს, რომლებიც ასულდგმულებენ ქართულ ოცნებას. ეგეთი ბიზნესმენი შეიძლება ვთქვათ, რომ არის თითქმის ყველა, ვისაც არ დაუფიქსირებია პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ცალსახად? ვინც ასულდგმულებს ქართულ ოცნებას არ ყოფილა ესეთი ადამიანი. არა. მე ვთვლი რომ ქართულ ოცნებასთან ან სანქციას და ვინ არის? ბარე, მოდი ვთქვათ, ვინ არის ეგეთი ბიზნესმენები? აი, მაპასუხებინე კაცო. მიდი და მე მითხრა. ჩემი აზრით პერსონალურ პასუხისმგებლობას იმსახურებს ის ადამიანი, რომელსაც უნდა დავაგიზროთ, რომელიც არის დამფინანსებელი, შეიძლება ღია, შეიძლება ფარული, ამის შესახებ ხო ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ან პროპაგანდის ხელშემწყობი? ხო, პროპაგანდის ხელშემწყობი, ფარული დამფინანსებელი. ვინ არიან ეგენი? ვთქვათ, სოსო ფაკაძე ერთი? სოსო ფაკაძე, ირაკლი რუხაძე, კიდე ვინ არიან ესენი? ეგეთი დიდები ეგორი არიან. ნოსიკო ნამორაძე, რომელიც რაღაცა სამშენებლო ბიზნესში კალაძესთან ჩართული, აქეთ აუბედურებენ ქალაქს, მე რაღაცა წილი მიდის იქ. ეს ეგრეთ წოდებული რიჟა, ჭიათურა ტყიბულის და ზესტაფონის რაღაცა ფეოდალი და ასე შემდეგ. მაგათ არ ეხებოდა. ის ყველა პირი, რომელიც აირაკლი აქვე უნდა ჩაგეკითხოთ ახლა ანადოლიძე ყავთ პარტიაში, რომლის ძმაც არის დასაქმებული მაგის კომპანიაში, რიჟას კომპანიაში და ჩემი ახლობელიაო იძახის და ცოტა წინააღმდეგობაში არ მოდის ეს თქვენს ნამდვილად იცი რომ კი, ნამდვილად ვიცი და რო ვიცოდე რა რეაქცია შეიძლება მქონდეს არც ვიცი, იმიტომ რომ ხა შეიძლება ძმა სხვაგან დგას და ახლა რა ხალხი ვიცი, სხვა პარტიაში. ხო, არა, მაგ გააკეთა რომ ჩემი ახლობელია და მაქვს ურთიერთობაო, თვითონ ანადოლიძემ განაცხადა და მე ცოტა მიკვირს სურაჯაფარიძე სხვა პარტიაში, კაცი რომელიც ყველაზე მეტად არ ხვევს მუშათა უფლებებს, ხა იმასთან მეგობრობა რამდენად შეიძლება, ანუ საერთოდ ძალიან იძახიან. არ ვიცი, მე არ ვარ ის კატეგორია პოლიტიკოსის, რომელსაც შეუძლია რომ თავი მოიშტევს და რაღაცა ეთქვას რომ არ იცი. საერთოდ რომ იცოდეთ, ანუ ძალიან დიდი პრეტენზია არის, რომ ლელო არის ერთგვარი აი ამ ბიზნეს, ესე ვთქვათ, ხალხის პლატფორმა უფრო ვიდრე ადამიანის. რამდენად ფიქრობ, რომ ნეტა სხვანაირად იყოს და შეგვეძლოს ის, რომ ბიზნესი დავითანხმოთ იმაზე, რომ მაგალითად წავიდეს ბოიკოტზე, მაგალითად წავიდეს გაფიცვაზე და ასე შემდეგ. არ არის ამის შესაძლებლობა მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის წნეხი, რომელიც ამ ბიზნესზე მოქმედებს, ესე თამამი ვერ არის. კაი, ვისურვებდი რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ არ არის. არ ფიქრობ რომ ხაზარაძის ამ განცხადებით თითქმის უმეტესობა დემონსტრანტების ნდობა დაკარგეთ? არა, არ მგონია. არ მგონია, იმიტომ რომ ახსენით დროულად და მეორე ჩვენი საქმით ახლა შეიძლება ერთი განცხადება, რომელიც ფორმულირებაც არ მოგწონს, ან ფორმულირებას შეცდომა დაუშვით და ამ შემდეგ რაღაცა ყურცუდად ხდება, მაგრამ ჩემთვის მთავარი არის გრძელვადიან პროცესში ადამიანი ან რაღაც კონკრეტული გუნდი და ორგანიზმი როგორ იქცევა. და ამ დროის განმავლობაში პარლამენტიდან გამოვედით, თავის დროზე აქტიურობებს თქვენი გუნდისას ხედავთ, მაგაში არც გვაქვს საგამოძიებო კომისიაზე არ მივედით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეგრეთ წოდება უკანონო, მაგრამ მზად ვართ რომ ავიღოთ საკუთარ თავს. მოკლედ, არასად არაფერში არ ვიხევთ და პირიქით ერთ თავარია ბოლოში მე რაღაც ხვანაირად არ მოხდეს თორე. ჩვენ ახლა სხვა თემაზე გადავიყვანეთ, ირაკლი, ბოლომდე არ ვათქმევინეთ, რო შეხვდა მამუკა, ესე იგი რა, თუ კიდე ძალიან დეტალებს თუ კი ნუ მოგვიყვება. არ მარტივი ამბავი
ამბავი არა, რატომ იდაო ჩემთან იყო, რა გითხრა ჩემთვის ძირითადი ამბავი რაც იყო რა, სოციალური სამართლიანობის, შრომითი უფლებების, განათლების, სახელმწიფოს თანამონაწილეობის სამართლებში, ჩვენ ამაზე ვთანხმდებით. პოლიტიკური პარტია ლელო საქართველოსთვის, რომელიც ჩვენ ერთად დავაფუძნეთ, მე არ მივსულარ პარტიაში. მე მივედი კონკრეტული ადამიანების ჯგუფთან და მე ერთად დავაფუძნეთ ეს პარტია. ეს პარტია არის ცენტრისტული პარტია. დეკლარირებულად არის ცოტა იმად დათმეს და ცოტა შენეს. ობიექტურად. ირაკლი, მომდევნო კითხვას დაგისმეო. წესდებით არის რა, და ჩვენი იმით განპირობებული ცენტრისტული პარტია. ეს გახარიას თემა ძალიან აქტუალურია ამ დღეებში და არ შემიძლია არ კითხოთ ამ საკითხზე. ყველა კოლევებით, რაც მე მქონდა ნანახი, ესე ვთქვათ, თქვენი და გახარიას გაერთიანება იწევდა, ესე ვთქვათ, მთავარ ოპოზიციონერობას და ეს უკვე საბუთებითაც დასაბუთდა თქვენ გაერთიანებულ ნაცებს ორივე ერთად თბილისში ყველგან მოუგეთ. რატომ არ მოხდა ეს გაერთიანება შენი აზრით და კონკრეტულად ჩვენ ემხრობოდი თუ არა ამ გაერთიანებას? გაერთიანებისთვის ჩვენ ვიყავით მზად, მე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გაერთიანება სწორი იყო, თუმცა მცდელობისთვის მზად ვიყავით და მე მხარს უჭერდი პერსონალურად და ყველა მხარს უჭერდა. გადავდგით პირველადი ნაბიჯები მოლაპარაკებისკენ, ეს მოლაპარაკება თითქმის საჯაროდ მიდიოდა, ყველა ადევნებდა თვალს, სალომე ზურაბიშვილის თანამონაწილეობდა ამ პროცესში, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ბევრჯერ ზადაგებდა იყო თქვენი კოალიციის ზოგიერთი წევრი და ეგ დაიხუიეს მათ შორის ხელზე თქვენ ტერმინს ხმართ. კოალიციის წევრების მხრიდან იყო ხო შეკითხვები, რომ რა მიზნობრიობა აქვს. რა თქმა უნდა, მყარები არ ვიყავით თქო, მეც არ ვიყავი თვითონ მყარი, მაგრამ პროცესის დაწყებას რომ სადამდე მივიდოდა საქმე, მხარს უჭერდი, იმიტომ რომ არსებობდა არ ფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების დროს, როცა ესეთი მნიშვნელოვანი ერთობა იქნებოდა, რომელიც შეიძლება დასასრულის დასაწყისი ყოფილიყო, აი ამ პატარა რაღაცეებისთვის უნდა გადაგვებიჯა. სამწუხაროდ არსად არ ყოფილა ეგეთი განცდა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები. მაგალითად, მაშინ როცა ოპოზიცია ჩვენ საუბრობდით და ვკამათობდით, რომ აი ერთიანისია, ანუ ყველა ერთად თუ თალცალკე და ასე შემდეგ. ჩვენ გქონდა ეგეთი პოზიცია. რა სცენარიც იქნება უფრო ახლოს ივანიშვილის დამარცხებასთან იმ ნაბიჯს გადავდგამდით. მაშინ ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა. ყველამ ერთად, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა იყო ინდივიდუალურ მრავალფეროვნებაში, ანუ პოლიტიკურ პარტიულ მრავალფეროვნებაში და მაშინ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს თქონდათ, რომ არა ერთიანის თუმცა მიზიდულობის ცენტრი ვერ შეიქმნა, მოძრაობის მიზიდულობის ცენტრი, წინააღმდეგობის მიზიდულობის ცენტრი ვერ შეიქმნა და ადამიანებს არ ქონდათ ის განცდა, რომ ხელისუფლება მარცხდებოდა, ამაში ალბათ დამეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ ქონდათ ეგ განცდა, ჩვენ უბრალოდ სხვაგან დავუშვით შეცდომები პოლიტიკურმა პარტიებმა. სხვაგან დავუშვით ვერ გავთვალეთ გაყალბების მექანიზმები ხო მექანიზმს ვეძახი მთელ სისტემას ვეძახი ეს ვერ გავთვალეთ არ ვიყავით მზად სადამკვირვებლო მისიებით ჩვენი პერსონალური მისიებით განსაკუთრებით რეგიონებში თბილისშიც მათ შორის თბილისშიც და რეგიონებში ყველგან ეს პრობლემა ჩვენ გქონდა და მე როცა რაღაცა თვითკრიტიკულად ვამბობ საკუთარ თავზე ასევე თქვენ სამოქალაქო აქტივისტები ხართ თქვენკენაც ვიყურები საზოგადოებას უყურებ და ის 100,000 ახალგაზრდა რომელიც და მეტი კიდე რუსთაველის გამზირზე დგას, მე მათაც ვეუბნები, რომ ავტორიტარიზმს როცა ებრძვი და გინდა რომ ავტორიტარიზმი დაამარცხო, მარტო შენ პასუხისმგებლობა თუ განსაზღვრავ და შემოფარგლო მივალ მხარს დაუჭერ რომელიმე პროდასალურ პარტიას, რომელსაც გინდა იმას უნდა დაუჭირო მხარი და თუ ამას ჯამჩარჩოს ჩასწავლ ავტორიტარიზმს ვერ და მე შეხედავდი აქციებზე წინა ფლანგზე, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს წინ აი ამ ბავშვების წინ ვერ ვხედავდი ირაკლი და რატო იყო ეს რატო არ ეფარებოდნენ პოლიციელები და წინა ფლანგზე რატო არიდნენ პოლიციელების მიმართ რა თქმა უნდა არ ვიცი, ალბათ ხასიათის ნაწილია პოლიტიკოსების და მე სადაც აურზა ორ ცეცხლს ანუ ერთი პოლიციელის არის ერთი პოლიტიკოსის კი არ დაუპატიმრებიათ თუ არ ჩავთვით ელისაშვილს მე მგონი ელისაშვილი მეც დამაკავეს ზურა ჯაფარძეც დააკავეს ცოტა კობერძეც დააკავეს ვიღაცები ცემეს არა ცისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მარტო ელისაშვილი მისცა სხვა ელისაშვილი იყო ელისაშვილის სხვა კეისზე საერთოდ ხო კი ნუ ნაწილი იყო აქციების ადგილას ხო იქ იყო თუმცა ჩვენ იქ ვიდექით სხვა პარტიებიც იდგნენ ჩვენც ვიდექით უბრალოდ მართლა ალბათ ხასიათის ნაწილი იმიტომ მე კომფორტულად გვგრძნობ თავს ორ ცეცხლსშუა რო ხარ აი იქ უფრო ჩვენი გადაცემაში მოხდით აი ერთი წამი ძალიან გავშორით ერთ თემასთან მინდა რომ ბოლომდე მგონია რომ ვერ გავიცით პასუხი გახარიასთან რა მოხდა
მაგ ამბობს. ეხლა და გავანმავითარებ ორჯერობას. ორი ვარიანტი არსებობს, რატო არ მოხდა ეგ? და აქედან რომელიც უფრო სიმართლესთან ახლოს არის, შენ გვითხარი. ორივე მინდა რომ გავაჟღერო. ერთი ვარიანტია იყო ის, რომ თქვენ რომ საბოლოო ჯამში აწონდაწონეთ, თქვენში გულისხმობთ თქვენს და იმათაც, გაერთიანების ამბავი, საბოლოო ჯამში თქვენ მომხრეებს შორის ვიღაცებს იმდენად არ მოსწონათ ერთმანეთი, რომ კი გავერთიანდებით, მაგრამ ჩვენი ეს მხარდაჭერა ავტომატურად ვერ დაჯამდებაო, პირობითად 10% უგაქვს, 20 ვერ გახდება, იმიტომ რომ ვიღაცებს ეს გაერთიანება არ მოეწონებათო და საბოლოო ჯამში ამიტომ არ გაერთიანეთ. ერთი ვარიანტია ეს, მეორე არის წმინდად პიროვნული ვარიანტი ვიღაცებს მეტი მოითხოვა ვიღაცამ ნაკლები პიროვნულში გულისხმობ არ ვევასებათ რა ერთმანეთს მაგალითად გახარიას და ხაზარაძეს არის იქ სალმე ზურაბიშვილი რო არ ყოფილიყო ჩართული პროცესშიო ხელსაც არ ჩამართვებდა ერთმანეთს იმიტომ ერთმანეთი აი ეს არის არა მგონია მანამდე შეხვდნენ არც ერთი არ არის სიმართლე იმიტომ რომ პერსონალური კომუნიკაცია მათ შორის არსებობდა და სადაც ითქვა ძალიან მარტივად რომ ჩვენ ეს წარსულში გადავდეთ მიუხედავად იმისა რომ სერიოზული წყენებია, ოღონდ წყენები ობიექტური წყენები და მამუკა ხაზარაძე ყოველთვის ამბობს გახარიას მხრიდანაც წყენასაც ობიექტურს ეძახით თუ მარტო თქვენი მხრიდან? გახარიას რა უნდა წყენოდა? ანაკლის სპორტი ჩააგდო, 20 ივნის დაგვარბია ყველა და ასე შემდეგ არ ჩამოვთვლი. ახლა არ მინდა მაგ ამბავში შესვლა. მეც არ მინდა მაქვს მაგაზე კითხვები, მაგრამ გადავდოთ. ჩვენ რა შეიძლება მე სამოქალაქო აქტივისტ ან კაი, ობიექტური წყენები იყო და გადადეთ გვერდზე რა მოხდა მაშინ? დაეშავებინა. მოლაპარაკება ვერ შედგა. მოლაპარაკება ხორთული პროცესია, იმიტომ რომ რაზე ლაპარაკობ? მე არ ვიცი. მე შიგნით არ ჩამიხედავს. რაზე ლაპარაკობთ, რომ საარჩევნო სიაში ვინ როგორ უნდა იჯდესო? აი ამაზე გადაწყვეტილები ვის უნდა მიიღო? ლაპარაკობდით ძალიან მარტივ მოცემულობაზე, რომ ჩვენ უნდა გავერთიანებულიყავით ერთ პლატფორმაზე. ამ პლატფორმაზე გაერთიანების პერსპექტივა როგორი უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილებები, ასე ბევრი პოლიტიკური საკითხი იყო, ხო რა თქმა უნდა. ათეულში ითხოვდით კონკრეტული რაოდენობის ადამიანებს თქვენს და ისინიც? არა, ჩვენ ვითხოვდით თანასწორობას. ხო, სრულ თანასწორობას. 5. თანასწორობას, იმიტომ რომ თანასწორობა არის სწორი პრინციპი, რომელთაც შეიძლება პარტნიორს დაელაპარაკო. თუ გინდა პარტნიორობა. ვიდ ის საუბრები დღეს არის რაღაცა აი ამ ცენტრის მაინც არ გითხრა რაზე ვერ შეთანხმდნენ. მაინც არ გითხრა რაზე ვერ. არა, მოლაპარაკება ვერ წავიდა საერთოდ წინ და ის ვერსია რომ უბრალოდ ერთმანეთი პერსონალურად არ მოსწონდათ. ეგ არის. ეგ თამაში თავიდანვე იყვნენ ვარს მოლაპარაკებაზე. თან მედიურად რატო გამოიტანდნენ ამ ყველაფერს. არ მოგეშვები, რა ვერსია ვერ გავიგე. მით უმეტეს თუ ეს მარტივი საუბრობთ გახარიას არ იტყოდა რომ ერთი თქვენი კაცი თუ ერთი ჩემი იყოს ამაზე საუბრობთ თანახმა იქნებოდა რა იყო ის რადგან ვერ შეიძლება ეხა ეს თუ რამე ისეთი კატასტროფა ხდება რომ ეს რომ მოყვე ჩვენ რაღაცა კოცები ამოგჭრიან და სადღაც პოსტივზე და კაი ჯანდაბას არ მარტივი მოცემულობა იყო საჯაროდ რაც ითქვა არაფერი არ ყოფილა ტყუილი რა თავის მხრივ მათ შორის ის სხვადასხვა რამებს ამბობთ თქვენ და ისინი და იმიტომ არ ყვევ ახლა არა, სხვა რამის ძირთადად არ ვამბობდით. ერთადერთი ამბავი იყო, რომ მათ ჰქონდათ წუხილი იმაზე, რომ კოალიციაში რიგი ადამიანები ცოტა განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პროდიუსერმა გითხრა ისეთი რაღაცა, რომ უნდა გავაჟღერო. გამოაჟღერე. სესიკორია გახარიას TBC-ში და მაგის პროცესზე ვერ შეთანხმდე. კარგი. კაი. მოლაპარაკება ვერ წავიდა. რამე კონკრეტული განხილება არ ყოფილა. თქვენ როგორც ვიცით, ამ პრეზიდენტის ახალი ინიციატივის შესახებ რო კოორდინაცია მოხდეს, ერთ-ერთი ესე ვთქვათ აქტიური ხართ ამ საკითხში ჩართულები და მომხრეები ხართ ამ კოორდინაციის. ჩვენ ვამბობთ, რომ ვიყენებთ კოორდინაციის ყველა შესაძლებლობას, რომელიც რაღაც დამატებით თანამშრომლობას, იმიტომ რომ ოპოზიცია არის დეზორიენტირებული. უშლის თუ არა ნაციონალური მოძრაობა ხელს ამ კოორდინაციას? უშლის არა, მარტივად არ თანხმდება, რაც რა თავის მხრივ ხო შეიძლება ხელშეშლად ჩავთვალოთ, იმიტომ რომ არ თანხმდება იქ შიდა პროცესებია. ხო არ მოვიდათ რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე მოხდეს რაღაც ერთობა და ცენტრის ჩამოყალიბება. ხო არ გიფიქრეთ, ხო არ ეთანხმები ამას? პარტიებიც არ არიან ამ კოორდინაციის თანამონაწილეები. რო ჩამოვთვალოთ ვინ ვართ ესე იგი კოორდინაციაში. ძლიერი საქართველო, ანუ ლელო მოქალაქეები და ანადოლიძის პარტია ხალხისთვის. ანუ თქვენი კოალიცია? ჩვენი კოალიცია. დროა ელენე ხოშტარია, სტრატეგია აღმაშენებელი. ხო, ელენე ხოშტარია ახლებისგან ცალკე? კი, ცალკე. როგორც პარტია. ფედერალისტები, გახარია, მორჩა. ახლები თვითონ? თვითონ ახლები და ზურა ჯაფარიძე არა? ახლები და გირჩი არ მონაწილეობენ. ეს ხო ოფიციალურად ახლა ეგ არ ვიცოდი. მე ვიცოდი რომ ახლები იყვნენ მაგ კოორდინაციაში გვარამია ჯაფარიძე, ხოშტარია ერთად. არა, ეს საჯარო ჩვეულებრივი მოცემულობა რაღაც ამაზე თქმულა და ეს მე რატომღაც გონია რომ პირველად ჩვენთან ითქვა. შენ გაგიგე აქ? არა, მეც პირველად მესმის. არა, ეს ჩამონათვალი თავის და გამო. იცი რა კონკრეტულ კითხვას დაგისვა, მაშინ მაგ კოორდინაციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გამხლეთში რაც იყო ამ ოპოზიციურ ველზე იყო თვითმმართველობის არჩევნების საკითხი. და გაჟღერდა
პირდაპირ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორი ძალა, რომელმაც ცალსახად ამ მკაფიო პასუხი არ დააფიქსირა ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზეო, იყო გახარია და თქვენო. ხო და შენ ხო არიცი რატო არ იყო ეს მკაფიობა თუ რატო ვერ აღიქვეს მკაფიობა? ხო, საჯაროდ თქვით, რომ ახლა არ თulit საჭირო თვითმმართველობის არჩევნებზე ითქვას, რომ არ მიიღებ მონაწილეობას ან ეს რა მაგარია, ირაკლი, ეს რა მაგარია, რატო არის კარგი რაღაცა? ეს არის რაშიც იდეალურად ერთ-ერთ შემთხვევით იქნებ ამაზე დააშენოთ თქვენ და გახარიამ ერთო, იმიტომ ის ბათაც ეს ჰარი პოტერის საკითხი გაქვს. ჰარი პოტერში რო არის ვოლდემორი, ხო იცი, ის ვისი სახელიც არ ითქმის. აი ეს გასაკრალურებული როა. აი ეგრე გაქვთ თქვენ და გახარიას გასაკრალურებული თვითმმართველობის არჩევნები. თემა რომელზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არა, თუმცა შეიძლება პოლიტიკური თამაშის ნაწილიც იყოს, მაგი ახლა არასწორი. მოდი დავიწყოთ საიდან შემოვიდა საერთოდ თვითმმართველობის არჩევნების საკითხი. ერთ დღესაც უბრალოდ ვიღვიძებთ, ჩვეულებრივი დღეა, ისევ პოლიტპატიმრების პრობლემა გვაქვს, ისევ საპარლამენტო ახალი არჩევნების მოთხოვნის პრობლემა გვაქვს და ტელეკომპანია იმედი, პოსტივი რუსთავიორ და საზმაო იწყებენ პოლიტიკოსების დევნას ყველგან პარკინგზე, ტუალეტში, ამ თემის აწევა, გეთანხმები. შემდეგ და მიიღებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მიიღებთ თუ არა. ამ დროს ჩვენ ვეუბნებით, რომ არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ მე ვხვდები, რომ ეს ივანიშვილის კოცებს უნდათ რომ მიიღოთ თუ არ მიიღოთ. არ ვიცი, კოცებს რა უნდათ გეტყვი, კოცებს უნდათ რომ ახლავე იცოდნენ პასუხი და მე ამ პასუხზე ააგონ მთელი პიარ კამპანია, მთელი სტრატეგია. გავიგმარ, ბუნებრივიც არის უკვე ირაკლი, 2-3 თვეში მოდის ეგ არჩევნები. 7 თვეში მოდის, ბოდი შეხო 2-3 თვეში უკვე უნდა დაიწყოთ საარჩევნო კამპანია. არა, საარჩევნო კამპანიას იღებ 59 დღით ადრე, ეტარას, მეორე, როგორც გიორგი მარგველაშვილი იტყო და მარტივი მოცემულობა. შენ ეხლა ბიძინა ივანიშვილს თუ აძლევ შესაძლებლად ეუბნები. ახლავე არ მონაწილეობ არჩევნებში. ეხლავე იწყებ 7 თვიან კამპანიას პროპაგანდის, რომელშიც ყოველთვის გჯობნის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კაი პოდკასტი გაქვს, ბევრი მაყურებელი გჭირდება, ქართული ოცნების მხარდამჭერი, მათ შორის, რომ შენი პროპაგანდა ან სიმართლე ან ობიექტურობა რამე ღირდეს. 7 თვეს აძლევ იმისთვის, რომ შენზე იმუშაოს, თქვას, რომ ჩვენ ისედაც არ ვაპირებდით მათთვის მონაწილეობა, რომ მიეღოთ საერთოდ ამ არჩევნებში, პარალელურად შექმნის ყვითელ სხვა ტიპის ოპოზიციას, რომელსაც გაიყვანს, იქ კიდე რამდენიმე ოპოზიციური პარტია ისედაც მზად არის, რომ გავიდეს და გაწყვეტილება გასვლაზე. შეიძლება არ გამოვრიცხავთ ხო არავის. ესენი მზად არიან, ამ დროს მე ჩამოიყვანენ ეუთო ოდირის დასკვნას 10-15 პარტია მიაღებინებენ მოვალწილეობას ვიღაც ჭიჭიკოს, ბიჭიკოს და რა არის არჩევნების შეფასების სამი კრიტერიუმი: მრავალპარტიულობა, ინკლუზიურობა, სამართლიანობა, გამჭვირვალობა. თუ მონაწილეობას არ მიიღებ გავიგე აბსოლუტურად თუ მონაწილეობას არ მიიღებ არჩევნებში. გამოდის რომ არ იღებ მონაწილეობას, ოღონდ ჯერ არ ამბობ. მაიცა, გაყალბებაც არ დაჭირდებათ, იმიტომ თუ კონკურენტი არ ეყოლება. რა უნდა გააკეთოს? ანუ გამოდის რომ არ იღებთ მონაწილეობას, ოღონდ ჯერ არ ამბობ. არა, ეს ერთი, მეორე. დაახლოებით ეგ არის, უბრალოდ არ უნდათ რომ თქვან და მეორე ამბავია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. ახლავე მე რო ვთქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ ვღებულობ მონაწილეობას, ეს ხო ნიშნავს, რომ მე ოქტომბრამდე უნდა ვთქვა, რომ ოქტომბრამდე განიარაღებული ვარ. ვერც ახალ არჩევნებს მივაღწევ და ვერც პოლიტპატიმრების თავისუფლებას. რატო ვუშვებ საკუთარ თავში, იმიტომ რომ დღეს მთელი ეს ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის დამყარებული მხოლოდ და მხოლოდ პერსონალურ მხნეობაზე და აი სიჯანსაღეზე, რომ გავიტან მაინც გავან. ხო და ამ პერსონალურ მხნეობას ან კარგად ვერ უხსნით საზოგადოებას რაღაც, იმიტომ რომ ამ პერსონალურ ხნეობას ძალიან ურტყავს ის ამბავი, რომ თქვენ შანსი იტოვებთ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებულ მორიგ არალეგიტიმურ არჩევნებში შეიძლება მონაწილეობა მიიღოთ. ამაზე ხალხს ფრუსტრაცია აქვს და არის ხა ეხლა ჩვენგან არ გესმის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი კარგად აიხსნას. მნიშვნელოვანია, რომ ერთი ემოციური ფაქტორების მიღმა პოლიტიკა არის რაციონალური სტრატეგიები, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს ვერასდროს ვერ ვაჯობეთ და რამაც მაგ სტრატეგიებით მე ხალხი ვიცი პარლამენტში შესულა არალეგიტიმურში და ეხლა მართლად რაციონალური შემდეგ გადაცემაში გვეყოლება ერთ-ერთი სტუმრად თუ ბოლზაბოლო შენ არჩევნების შემდეგ გულისხმობ. ხო, მე რაციონალური სტრატეგია. არა, ის რაციონალური, ის პროჭული სტრატეგია იყო. მაიცა. რაციონალური სტრატეგია არის, როცა შენ ხარ ორიენტირებული პატრიოტულად. ეგეთი ხალხი კოალიციაში ყავთ ეხლა და როგორ არის ეგ ამბავი? ალიკო ელისაშვილი არ შევიდა პარლამენტში თუ ალიკო ელისაშვილი პარლამენტში შევიდა, როცა ყველა შევიდა უკვე შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად.
ეგ პროცესი იყო. იმიტომ რომ მე შარლ მიშელის პროცესმა მოიტანა ისეთი რაღაცა, რომ ხო, ნდობა გამოიხატა, იმიტომ გარანტორად ისინად მე რაშიც გადაგვაგდო მარტო ხელისუფლებამ კი არა, მათ შორის იმათაც გადაგვაგდეს, ვინც შუაში ჩადგა და თქვა, რომ მე ვიქნები გარანტორი, რომ ეს პირობები შესრულდეს. რო არ შესრულდა, მე ისევ თავიდან მოგვიწია ჩვენ წუწუნი და ბრძოლა, რომ აბა ეხა დაასანქცირე, აბა ეხა პასუხი მოითხოვე. მეორეჯერ და მეხუთეჯერ რატო არ ჩამოვიდე და რატო არ დავიწყე? შარლ მიშელის დოკუმენტში განთავსებული ესე ვთქვათ პუნქტები არაფერი 99% არ განახორციელა და ჩვენი ევროკავშირის გაჩერების საკითხიც ეგ არის. უკან წავედით და ამიტომ მე მათთანაც მაქვს პრეტენზია შუაში, მაგრამ ჩვენ ხო ვიღაცას ხო უნდა ვენდოთ. თუ ევროკავშირის ინსტიტუციას არ ვენდეთ, თუ რაღაც პროცესს მაინც არ ვენდეთ, თავის დროზე ვამბობ, ეხა ეგ ნდობაც არ არსებობს. ეხლა რომ დავჯდეს ივანიშვილი და დაიწყოს, ახლა მოლაპარაკებებს ლაპარაკებითაც გონი აღარ ელაპარაკებიან. არა, აღარც ელაპარაკებიან, მაგრამ რო გახსნან ეს მოლაპარაკებების, მაგით არაფერზე არ უნდა შეხვიდე. რაზე უნდა ილაპარაკო? ერთი შეიძლება რომ გადაწყვეტილება შეიძლება ვილაპარაკო იმაზე, რომ ხვალ გააკეთებს თუ ზეგ გააკეთებს პოლიტპატიმრების გამოშვების ბრძანებას. აი, ამაზე მინდა კითხო ზუსტად ირაკლი. აი, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ივანიშვილის ტყვეები იქნას განთავისუფლებული და თქვენ ხშირად იძახით ხოლმე, რომ აი ოპოზიცია კარგად მუშაობს საგარეო კუთხით. თუმცა ეს არა ისახება ჩვენს ტყვეებზე და სათანადო ზეწოლა უცხოეთიდან არ არსებობს, რომ ჩვენი ტყვეები იქნან განთავისუფლებული და ახალგაზრდა გოგობიჭები დღეს ციხეებში ყავს ჩაყუდებული ბიძინა ივანიშვილს. რა არის ამის პრობლემა და რატო ვერ გავზარდეთ წლეხი შენი აზრით? რაღაცას შევმატებ შეკითხოს ესეთი ფოკუსი მინდა შეგარ. უკვე ხო არ დაიწყო, მე ველოდები რომ ოცნება დაიწყებს ამ ხალხით ვაჭრობას, რომ ამათ გამოუშვებთ, მაგრამ როგორც ამნისტია გამოაცხადეს 20 ივნისზე, არც თქვენ არ შეგვიხოთ ჩვენს გამოუშვებთ, მაგრამ არჩევნებს შეეშვით და ამათ გამოუშვით. ეს თემა ჯერ არ დაზრულა ამ კუთხითაც. მგონია რომ არ ვაჭრობია. არარეალისტურია იმათი მხრიდანაც? არარეალისტურია. იმიტომ რომ მშობლების პოზიციაც ვიცით და ოჯახის წევრების. მშობლების პოზიციაც ვიცით. და ჩვენ როცა საუბრობთ პოლიტპატიმრებზე, კონკრეტულად ლელო როგორც მინიმუმ, საუბრობთ როგორც ასევე ეგრეთ წოდებული ჭირისუფლები, ოჯახის წევრები, იმიტომ რომ ჩემი ორი უმნიშვნელოვანესი თანამებრძოლი ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დაკავებულები არიან ასევე იმ 10 ახალგაზრდასთან 11 ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამებრძოლების ყავს? კი, ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამებრძოლებიც ყავს, იმიტომ რომ გააჩნია ადამიანებს, როგორ ძალისხმევას დებენ პროცესში. და ეს ორი ადამიანი თავისი თითოეული წუთით და წამით ყოველდღე რუსთაველის გამზირზე იდგნენ და იბრძოდნენ. ქვეყნის შიგნით გვიჭირს ძალიან მუშაობა, იმიტომ რომ ორი ამბავია, რომ ისინი დაიხსნა ან წნეხი, რომელიც მუდმივად უნდა ვზარდოთ საგარეო ველზე და ქვეყნის შიგნით საპროტესტო აქციები, იმიტომ რომ სანამ სისტემა თვითონ არ შემოირღვევა მანამდე მე პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. თუმცა საგარეო წნეხით შესაძლებელია იქნას განთავისუფლებული, რომ ოღონდ საპირისპირო დათმობას მოითხოვენ ალბათ ისინი ამას დაგითმობენ, თქვენ რაღაცა დაუწყეთ, ამიტომ დავუწყეთ. შეიძლება სიტყვაზე მაგალითად მურუსიძეს სანქცია მოუხსენით და მარტივად გეტყვით, ხა მურუსიძის სანქციაში თუ უნდა გაიცვალოს 50+ პოლიტპატიმრის ბედი, სულ არ მაინტერესებს მურუსიძის სანქცირებული იქნება პირველადი ამოცანა ზუსტადაც ტყვეების განთავისუფლება. მაგიტო ვამბობ რა, მაგრამ ეს წნეხი რომელიც იზრდება მუდმივად და ამაში დიდ როლს თამაშობს ოპოზიცია ერთობლივად, ვერავინ ვერც ჩვენ და ვერც სხვა ეგოისტური და ეგოიზმით სახსე ვერ იქნება, ერთობლივად, სხვა შორის პირველი საგარეო ჯგუფი რო შეიქმნა, ჩვენ გქონდა ესეთი იდეა თავის დროზე, რომ ალტერნატიული ეგრეთ წოდებული პარლამენტის ფორმატი შეგვექმნა თავის დროზე და ამან გამოიწვია ის, რომ შევქმნით ორი ჯგუფი, ერთი ზრუნვის და იურიდიული ჯგუფი და ერთი საგარეო ჯგუფი. პირველივე შეხვედრაზე და ამ ორმა ჯგუფმა იმუშავა თუ რამე მიმუშავა საერთოდ ოპოზიციურ კოორდინაციაში და მე უბრალოდ ამ იდეას აღარ აყვა სხვა პოლიტიკური პარტიები და კოორდინაციას მე ძალიან ხმამაღალ შეფასებად მოვიხსენიებდი, იმიტომ რომ არ ვიცი არსებობს თუ არა კოორდინაცია საერთოდ. მე მგონია რომ მართლა ხანდახან ზურაბიშვილი რო იტყვის რომ მოდი შევიკრიბოთ და ვერ უტეხავთ
და იკრიბებით. თორე აი რა, ეგ არის თქვენი კოორდინაცია. არა, გატეხვა შეგვიძლია თუ ფიქრობთ რომ გასატეხია რამე და უარის საქმე. არა, არანაირი რითი უნდა დაზიანდე, რა უნდა დაზიანდე. ელექტორალურად. არა, არ გეთანხმები რა უნდა დაზიანდე ელექტორალურად. შეხე მე მაქვს ეგეთი პოზიცია. თუ ხარ მართალი, ნებისმიერ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება. და ამ პოზიციის დაცვა თუ შეგეძლება, როგორც თვითმმართველობის არჩევნებს, გამოდიან ვიღაცები ხო რაღაცებს ბჟუტურებენ და ამბობენ და მე ჩემ მარტივად ამბობ, სადაც მართალი ვარ, იმ პოზიციაზე დავჯდები. შენთანაც კომფორტულად ვისაუბრე. ისინი ბჟუტურებენ, იმიტომ რომ ჩვენ აქედანვე ვამბობთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და ეს გახარია და ლელო ბჟუტურები. ჩემი აზრით არასწორია ეგ, იმიტომ რომ ეგ არის ბიძინა ივანიშვილს მისცე ხელში შესაძლებლობა, რომ შენ წინააღმდეგ ამოქოქოს უზარმაზარი მანქანა, რომელიც დაგაზიანებს შენ და ჩემ მიზანი არის რომ ბიძინა ივანიშვილი დავაზიანო, მე კი არ დავზიანდე. მოდი, აი ეს ოპოზიციურ ერთობაზე მაინტერესებს, აი ახლა მართლა რა რეალობა, ისეთი რაღაცები გითხარი, მე და ირაკლი როგორც მინიმუმ არ ვიცოდით რა, ეს გადმოდიხართ. არა. ჯერ შორს ვართ. მაქედან მამუკას ზარსველოდები, პირდაპირ ჩემი ნომერი გამოცხადებული. ერთადერთი ესე ვთქვათ, პატიმარი, ვინც გაანთავისუფლა ხელისუფლებამ, იყო ალეკო ელისაშვილი რა. ხო არ იცი დეტალები, რის საფუძველზე იქნა ალეკო ელისაშვილი განთავისუფლებული და რა იყო ამის საფუძველი, უცხოეთიდან წნეხი, შიდა წნეხი თუ რატო განთავისუფლეს? ორივე იყო მიმდინარე პროცესი, უცხოეთიდან არსებული წნეხის და შიდა პროცესი და ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა იყო იმ ხრივ რომ ჩვენ გვქონდა ის კადრები, რასაც ედავებოდნენ, თავს დაესხა თითქოს და ვიღაც ქართული ოცნების პროპაგანდის ალეკო ელისაშვილი და ამ კადრებში ფიზიკურად რომელიც მართლა სასწაულებრივად მოვიპოვეთ, ჩანს რომ პირიქით არის ეს ვიღაც პროპაგანდისტი ქართული ოცნებისა, ესხმის თავს ალეკო ელისაშვილს, რაღაცა რკინის მოგერიების ფარგლებში. ხო, მოგერიების ფარგლებში უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდათ და ამიტომაც თან იმის პირობებში, როცა ალეკო ელისაშვილი საშინლად რამდენჯერმე ფიზიკურად გაუსწორდნენ ალეკო ელისაშვილს, მძიმე დაზიანებები, ორჯერ ნეკნები ჩაუმტრიეს, მოტეხეს, მერე დამალეს ეს ფაქტი და კლინიკაში წაიყვანეს, ახლაც კლინიკაში დადის ალეკო ელისაშვილი, იმიტომ რომ უბრალოდ საკუთარ ჯანმრთელობა მინიმალურად აღიდგინოს რა. ჩვენს გვიჭირს თავისუფალი დრო გამოვანახინოთ და იქნებ მაგაშიც დაგვეხმარო, რომ ამ შუალითი სადმე ჩვენ გადაცემაში გაგაძლიერეთ ალეკო ელისაშვილთან გაერთიანებამ ლევ. გაგვაძლიერა ყველა იმ პარტნიორთან ერთობამ, რომელთაც ხელი ჩამოაყენეს. არ ფიქრობთ, რომ ის განცხადებები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ალეკო ელისაშვილი და მამუკა ხაზარაძე აკეთებდა და მათი გაერთიანება უფრო დამაზიანებელია, მომრჩეველი და ნდობას დაკარგვას უფრო ემსახურება? პირიქით, ემსახურება იმას, რომ შეგიძლია ნებისმიერი თან თუ შეიძლება ითქვას ვინმესთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პერსონალური წენა და პერსონალური კამათი, ეს იყო მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილის შორის პერსონალური კამათი და ჩვენ გვახსოვს პერსონალური ნაკლებად იყო უფრო პოლიტიკურ წარსულს ახსენებდა ალეკო. რა თქმა უნდა, როცა ადამიანები მე და თორნიკე როცა ვიჩხუბებთ, მე რაღაცას ვიტყვით, თვითონ რაღაცას მეტყვის, მიზეს მოვიფიქრეთ, მაგრამ მათ შორის სხვა ტიპის საქმიანი გადაკვეთაც კი არ არსებობდა. ეს იყო მართლა პერსონალური შეკამათება. თან ალეკოს აქვს ესეთი სტილი კამათის, რომ პერსონალურად აღიქმება როგორც ჩხუბება, რა გახარიასთან პერსონალური წენა. არანაირი პერსონალური წენა არ არსებობს. იქ არსებობს პირდაპირ სახელმწიფოებრივი, ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივი საკითხები, რომელიც მის მიმართ არსებობს. თუმცა იქიდან არის პოზიციები, რომ თვითონ ხაზარაძემ ვერ შეძლო ამის ხუჯერ გადაუვადეთ და ანუ შეგედავებოდნენ იქით ამ ხარეთ სამნაწილში, მაგრამ ეხა არ მინდა ეს განხილულის თემა იყოს. მაგაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ და შეგიძლიათ მამუკაც მოიწვიოთ. კი ბატონო, აუცილებლად. ირაკლი, მე რა მაინტერესებს, მედიას უჭირს ძალიან ერთ-ერთი სამიზნე ქართული ოცნების გახდა ქართული მედიაც, რაც ბუნებრივად მოსალოდნელი იყო. აქამდეც იყო უბრალოდ სამიზნე, იმიტომ რომ ყველა მედია მენეჯერზე საქმე აღზრული წლების განმავლობაში ეს ვიცით. აგერ საერთოდ ვეღარ მაუწყებლობს თავარი არხი, სირთულეების ქვეშ არის ფორმულას და TV პირველიც, მაგრამ როგორც ამბობენ, ფორმულას და TV პირველს ჯერ კიდევ იმიტომ უდგათ სულიო, რომ აი მამუკა აფინანსებს. ხო და ესეა ეს ღვაწლი დაუფასოთ მამუკას თუ არ დაუფასოთ? მამუკა ხაზარაძეს უნდა დაუფასოთ ის ღვაწლი, რომ ის პოლიტიკურ პროცესში შემოვიდა სრულიად კომფორტული ზონიდან, ვიღაცები ამბობენ, რომ აქამდეც უნდა შემოსულიყო პოლიტიკაში. მე ვთვლი, რომ აქამდე უნდა შემოსულიყო მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში. ცოტა დააგვიანდა. ეს ხდება ხოლმე, თუმცა ის კომფორტის ზონა, რომელიც მან საკუთარ თავს მოუშალა
მართლა მოურღვია სრულიად და დღეს ეგეთი კარგი თუ იყო მისულიყავი თავიდანვე ოფისში ცალკე სხვაგან რო დაიბადა უზრუნველყოფილი ადამიანი რომელიც შემოდის პროცესში პოლიტიკური პროცესში და შეუძლია ეგრეთ წოდებული დაალაგებაც კი და მამუკა პირდაპირ თქვა ეთერში რომ რამდენჯერმე იყო ივანიშვილის მხრიდან ეგრეთ წოდებული დაალაგების ცდელობა, სურვილი და შემოთვლა, რომ აი დავლაგდეთ რა გინდა მითხარი. ძალიან შორიდან რუბლით. მე რა მინდა გეტყვი. მარტივად ამბობ. აფინანსებს თორა TV-ს და ფორმულას. არა, არც ერთ. არა, ესეთი მომისმენ მე ვარ ერთი წელი ახლა გაგაწყვეტინებ. აქამდე ხო ესე უხეშად არ გამიწყვეტინებია. მე მაქვს ჟურნალისტური განათლება, ასევე კომუნიკაციების სფეროშიც განათლება. მე რო TV პირველი საინფორმაციო ბადეს უყურებ, შემიძლია დიდი სანაძლეო დავდო იმაზე, რომ TV პირველში არის თქვენი გავლენები. არის. ეს რატო არის უყარხართ ეხა არ ვიცი იმათ. მე მგონია რომ უყარვარ ბევრ ჟურნალისტს. მათ შორის არა მხოლოდ TV პირველში. აი ხო და ეს დავიჯეროთ ახლა რომ არანაირი კაი არ მართლა მე ვიღაცა გჭირს წესკუზე ასხავთო წყალს. უნდა დაიჯეროთ. არ მინდა, მაგრამ მე სიმართლის წესკუზე მინდა წყლის დასხმა. ანუ არ აფინანსებთ. არა ძალიანაც რო უყვარდეს ეხლა TV პირველს თავარი ყველას მისცემ ბადე და ყველა იყოს მე მადლობას მოუხდიდი მამუკას რო გავიგო რომ გაჭირობაში მყოფ ქართულ მედიას აფინანსებს, მაგრამ არაო და არა მაშინ არა მადლობაც არა. ხო, არა, მნიშვნელოვანია ის რომ ხო ტელევიზიები დიდ გასაჭირის ქვეშ არიან, ტელევიზიები იყვნენ ღია და მაგალითად რა მედიებით ჩამოვთვალეთ, სხვათა შორის ყველა ღიაა და მათ შორის, რა ვიცი, ყველა მედიაში ისმის ჩვენი პოზიციების საწინააღმდეგო პოზიციებიც, ასე შემდეგ, ჩვენი პოზიცია, რომელიც არის მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებზე, უსმენ 24 საათი, ხან ვის რომელიც საწინააღმდეგოს ამბობს, ეს ღია პროცესია და მთავარი არის ეს ღიაობა ქართულ მედიაში, რომელიც მგონია რომ ღირებული და მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ჩვენი პარტიის ლიდერები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან წილ რისკს წევენ, როცა ამ პოლიტიკურ ბრძოლაში არიან. მათი ეს რისკი უკავშირდება ყველა ტიპის რისკს. დაწყებული სიცოცხლის უსაფრთხოებიდან, დამთავრებული ფინანსური სტაბილურობით და პატიმრობით და ასე შემდეგ. ეხლა უნდა დავსვა შეკითხვა, რომელსაც თუ მთხოვ, წინასწარ გეუბნები, გადაცემის მერე საერთოდ ამოვჭრი. ახლავე გეუბნები რომ არ ამოვჭრი. მაგრამ აი მე მაქვს ეს 2003 წელი რომ ახსოვს შენ რამდენი ჩემ ხელა ხარ რამდენი იყავი 2003-ში რევოლუციის დროს 2003-ში ვიყავი 9 წლის შენ ახსენე სიტყვა ამაზე თუ დავადოთ თუ არ დავადოთ არ ვიცი პროჭობა ხო და მაშინ თავარი პროჭობის შემოქმედი ვინ იყო გახსოვს 2003 წელს როცა შევარდნაძეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი ვინც შევარდნაძეს ქორუმი შეუქმნა ოპოზიციიდან ვინ შევიდა იმ პარლამენტში, როცა სააკაშვილი შევარდნა მოყვა. მემარჯვენეების ამბავს ახლა. კი და ხო და აი ეს კითხვა სულ მაქვს. ოღონდ რა კონტექსტში მაქვს, არც ინტრიგნულად მინდა, არც ისე მართლა თუ გინდა ეს დაწილს ამოვჭრი ახლა ადამიანს არ ვაწყედინო ესე, მაგრამ მე ვერ გავიგე, უცბად დავით გამყრელიძე არსაიდან პოლიტიკურ ცხოვრებაში გაცოცხლდა და რა მე გამიშთა ესეთი კითხვა, რა მისცა ლელოს დავით გამყრელიძემ? ხო. და რისთვის მოიყვანეთ პარტიაში? დათო გამყრელიძე არის მართლა გამოცდილი პოლიტიკოსი თავის მხრივ, თავისი შეცდომებით, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ახალ მემარჯვენეებს, როცა უნდა შესულიყვნენ, მაშინ არ შევიდნენ და როცა არ უნდა შესულიყვნენ, მაშინ შევიდნენ პარლამენტში. ეს იყო ერთი 2003 წელს და ერთი 2000 აი გამოცდილება გჭირდებათ მე თუ რა 12 წელს და ასე შემდეგ. არა, ეგ სხვა არის, მათ პოლიტიკური პარტია ჰქონდათ და სხვა ორგანიზმი იყო და სხვა ხო, მაგრამ ამ წუთას ერთი წამი ბოდიში კიდე ჩაგეკითხები, როცა ეგ შემოიყვანეს, შევა მე უფრო დიდი გამოცდილება მქონდა უკვე პოლიტიკაში წასულიყო, საერთოდ აღარ იყო არა. ვერ მიხვალ ვერანაირად დათო გამყრელიძის გამოცდილებასთან, რაც არ უნდა კარგი ბიჭი იყო. ეს ერთი. მეორე. პირველი, ხო, პოლიტიკურად შევაფასე, რომ პოლიტიკური შეცდომები ჰქონდა ამ პარტიას და გეუბნები, როცა უნდა შესულიყვნენ, არ შევიდნენ და როცა არ უნდა შესულიყვნენ, მაშინ შევიდნენ. კაი, თქვენ როგორ ეგ გადავდეთ. ჩეხასთან ერთად. ეგ გადავდეთ. არაფერი პიროვნული არ მაქვს ამ კაცის მიმართ, მართლა ღმერთის ჯული. მეორე შეკითხვა, მეორე ნაწილი შეკითხვა. როგორ მოხდა, ხო? როგორ მოხდა? ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ჩვენ ვეძებდით გამოცდილ შტაბის უფროსს. გამოცდილ შტაბის უფროსს, რომელსაც ჰქონდა ცოდნა პოლიტიკური კონტექსტის, ჰქონდა მენეჯმენტის ძალიან დიდი გამოცდილება, სხვა შორის უნდა ითქვას, რომ მაშინაც წინა ნაციონალურ მოძრაობის დროსაც, მაგალითად დათო გამყრელიძე გაერთიანებული ოპოზიციის შტაბებს ხელმძღვანელობდა. და თვითონ რატო უნდოდა?
ამდენი ხანი სულ იძახდა რომ არა პოლიტიკაში თვითონაც კომფორტის ზონიდან გამოვიდა მას არასდროს ამ პროცესში არაფერი არ კომფორტის ზონიდან გამოვიდა და კომფორტული ხელფასის ზონაში შევიდა არა ნული თეთრი ნული ანაზღაურება ნული პოლიტიკური მოთხოვნა ნული პოლიტიკური мотиваცია ეს იყო დათო გამყრელიძის მართლა პატრიოტული პოზიცია რომ მისი ძალისხმევა და მისი რესურსი დრო ენერგია და რისკი გაეწია ამ პროცესში და მე ძალიან ვერ იმეგობრებს სავარაუდოდ არ ვიცი მე ეგრე არ ვიცი რომ მაგ პროცესს მაგრამ საგანელიძესთან დღეს მეგობრობა წარმოუდგენელი გონია. კარგი, ირაკლი, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. მე როგორც ვაკვირდები რა, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ის არის, რომ ახალგაზრდებს დობა არ აქვს ოპოზიციის მიმართაც, საერთოდ პარტიული ცხოვრების მიმართ არ არსებობს, აი მაგალითად სხვადასხვა სამოქალაქო აქტივებში უფრო არიან ახალგაზრდები ჩართული და უფრო ლტოლვას იწვევს ეს ვიდრე პარტიები. რა არის ამის მიზეზი, რატო არ გაქვთ დობა ახალგაზრდებში და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს დობა დაიბრუნოთ? თან თვითონაც ახალგაზრდა ჯერ ხო ჩვენ ახალგაზრდებად ვითვლებით. შენ კი გავჭაღარავდი, მაგრამ მაინც 30 წლის ვარ ჯერჯერობით. ხო, ამბავი ეგეთია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ძალიან ბევრჯერ გაასხეს, ესე რომ ვთქვათ. მე მქონდა ეგეთ გამოსვლა, პირველად როცა ეს პარტიულ პოლიტიკაში შემოვედი, 24 წლის ვიყავი და 25 წლის ვიყავი უკვე ამ საპარლამენტო არჩევნებში, დავდიოდი კარდაკარ და იყო უდიდესი იმედგაცრუება ის, რომ ადამიანთან რომ მივდიოდი, მე მართლა ანთებული, აღტკინებული, რომ აბა ეს მინდა და ის მინდა გავაკეთოთ და ისტორიული შემთხვევა მინდა და გამختარიყავი, რომ აი იმ მისამართები სადაც ჩამოვიარე, ბლოკნოტი მქონდა და ამ ბლოკნოტში ვიწერდი, რომ აი ეს რომ დამთავრდება ეს არჩევნები, ამ მისამართებზე მოვალ თავიდან ჩამოვული რომ აი ხო მიდიან და მე იკარგებიან აღარ ჩან მართლა რაღაც პერსონალური ისტორიის დაწერა მინდოდა მაგრამ სადაც კი მივდიოდი ყველგან ხდებოდა რა აი შენ ეხა და კი გიყურებ ამდენი ხანი მაგრამ მაინც შენს გადამგდები იქნები ნაცებს მოიყვან არა ავტომატური მდობლობა იყო რა ეს პერსონალურადაც საშინელი წნევა აქამდე იმდენი გამოცდილება ქონდათ ადამიანებს ხუთმა რომ მოატყუა შენ რომ მეექვსე ხარ კი კაც ლამაზი თვალები გაქვს მაგრამ შენ ლამაზი თვალებს გამო აღარ მჯერა არავისი არაფრის და ეგრევე უნდობლობაში შემოდის ის ამბავი მქონდა რომ ხო ჩემთან ერთი ეს კონტექსტი იყო რომ მე მარცხენე როგორ აღმოჩნდა რაღაცა დაუბრუნდეთ ახალგაზრდობის ნაწილს კი მაგრამ მაგას პასუხობ მაგრამ ზუსტად მაგას მიესადაგება ეგ ფაქტორი იყო თქო მაგრამ ერთ დღეს სანამ მაგადაწყვეტილებას მივიღებდი რომ პარტიულ პოლიტიკაში გავსულიყავი ხუმრობდი ხოლმე რომ შარავანდედი მედგა რა სამოქალაქო აქტივისტი იყო ყველას უყვარდი და როგორც კი დავწერე პოსტი რომ პარტიული ვხდები მეორე დღეს განზიდვა მოხდა მე ხო ხედავ რა კითხებს გისვა ამას ვარდაგისვა განზიდვა მოხდა უამრავი ადამიანის ეს პარტიულობის დამღა იმდენად ცუდი ისტორია გვაქვს ამ ქვეყანაში უნდობლობის რომ არ უნდათ რა დისკომფორტია თუ კარგად არ გაიაზრეთ ქართულ ოსტომამაც ხელი შეუწყო ამას წლების განმავლობაში რომ პარტიულობა ნიშნავდეს განკვეთილობას რაღაცა კეთროვანობას ხო კი ბატონო ეს სირთული არის და მათაც კიდე მეორე ამბავია ის რომ საკუთარი პერსონალური ლიდერები არ ყავთ ძალიან ვისურვებდი რომ მე ყოფილიყავი ვიღაც სხვა ყოფილიყო მაგრამ არ არის ახალგაზრდობას არ ყავს პოლიტიკურ სპექტრში თავისი წარმომადგენელი ხო და აგერ ცოტნე კობერიძე წამოვიდა პარტიიდან შეც წამოდი და ერთად გააკეთეთ რამ ახალგაზრდები უიცხართ მე დაგეხმარებით უფასო ხო იყო მაგალითად კონკრეტულ პარტიაში ცოტნეს ძალიან კარგი ამ სიტყვას გამოყო მოჭიდება აქვს ახალგაზრდებში, იმიტომ რომ არის ძალიან გულწრფელი, მე ძალიან ვაფასებ და მომწონს როგორც პოლიტიკოსი და როგორც ადამიანი ცოტნე და მგონია რომ ცოტნეს აქვს ის პერსპექტივა რომ ზარდოს ეს მხარდაჭერა და ვიღაცებს იმედი გაუმართლოს. შენს გაქვს იქნებ კაცო. მე ერთ კატეგორიაში განგიხილავთ შენ და ცოტნეს. მე ვეცდებოდი რომ ეს რესურსი ამეთვისებინა, გამომეყენებინა იმედი გამომართლება, მაგრამ ამ ეტაპზე მამუკას გარეშე არ გამოვა. მამუკას გარეშე რატო ანუ რაც მიცulis მამუკა არ თუ ხელს უშლის ვინმეს პირიქით შესაძლებლობებს იძლევა პოლიტიკურ ველზე და ეს შესაძლებლობები არის ის რომელსაც ყველანი ერთად ვიყენებთ მამუკას აი ისე მამუკას გარეშე გადაწყვეტილებების მიღებაში ხარ არ ჩართული ირაკლი პარტიაში კი ყოველდღიურ გადაწყვეტილებები ანუ ჩემ პოზიციიდან გამომდინარე ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს არსებობს ვარაუდი რომ მამუკა ხაზარაძე ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს როგორც ხეს აბრახუნებს ისე იქნება რამდენად სამართლიანი არა ძალიან ბევრს ჩხუბობთ ძალიან ბევრს კამათობთ
ბადრი ჯაფარიძე იჯდება ჩუმათა თქვენ ხოცავთ ერთმანეთს ესე მგონია მე თუ არა ბატშევსკი ეგეთი ტიპი ის დავით ესე ხოცავენ ერთმანეთს ხო ბადრი ძალიან დინჯი და ასე შემდეგ მაგრამ სულ გვაქვს ესეთი ცოცხალი პროცესი მაგალითად ყოველ კვირას ყოველ სამშაბათ დღეს პოლიცსაბჭო იკრიბება მე არ მახსენდება რომ პოლიცსაბჭოები ესე აქტიურად იყვნენ აი რამე პროექტი გააქვთ ახალგაზრდების შემოbrunების აი ამის საწინააღმდეგოდ რასაც ეხა ილაპარაკი ამის საწინააღმდეგოდ რამეს მუშაობა მიდის პარტიაში რამე მუშაობა მიდის ყავს კარგი ახალგაზრდული გუნდი რომელიც ასევე რუსთაველზე დგანან სულ ლაზერის ბიჭები ეგრეთ წოდებული ოთო ფარულავა ბექა ვაის ბაგათ ეძებს სუსი ნუ ჩამოწია არა იციან კარგად უკვე გაგვიტაცეს ერთი ორჯერ ლაზერით ჩამოგვართვეს ასე შემდეგ ყველა კარგად იცნობს ამ ბიჭებს გოგო ბიჭებს ამბავი ძალიან მარტივი მოცემულობა ხო ყველა მის ჩვენია რა გაგიკვირდა ხო და არიან მაგრამ ის რომ რაღაც ისევ რეცეპტი გვაქვს ეს ახალგაზრდები როგორ ჩავაბათ ამ ფერხულში არ გვაქვს. ძალიან მინდა რომ ეს რეცეპტიც მქონდეს, ოქროს გასაღებიც მქონდეს. ყველა ეთერს მოვირბენდი, მოვივლით და ვიტყოდ რომ აი მე მაქვს ეს გასაღები და წამოვყევთ. არ მაქვს. ეხლა არის ერთადერთი მოცემულობა რუტინული წინააღმდეგობა, არ დავნებდეთ. საგარეო ველზე ვისაც შესაბამისი სტატუსი გვაქვს, ვიმუშაოთ და დედავუტიროთ იმ მოღალატეებს, რომლებიც ესე ებრძვიან ამ ქვეყანას, ეგ არის არჩევანი და ფორმულა, რომელთაც უნდა ვიაროთ და სადღაც აუცილებლად ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა და უკან დახევაში ვთვლი მარტო ორ საკითხს. ახალ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტპატიმრებს თავისუფლებას. გუწევად ვიტყვი, ახლა მაქვს მე შესაბამისი ინფორმაცია, რომ უკვე დაწყებული აქვს ქართულ ოცნებას გადამზადება რეგიონებში და თბილისში ადამიანების, რომელსაც დაურიგეს ეგრეთ წოდებული ბუკლეტები, სახელმწიფოელოები საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შესახებ. კაი. გადამზადების. ირაკლი, აი ხა მე გაძლევ კონკრეტულ იდეას, რომელიც შეგიძლიათ ასწიოთ თქვენ, როგორც იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს, იმიტომ ეს მოთ ყველა სტუმარს დაუსვით ეს შეკითხვა. ვახსენეთ ხელახალი არჩევნები ეხება საპარლამენტოს. პრობლემა არის ის, აი მართლა ყველა სტუმართან გავიმეორე რომ არ გვაქვს ჩვენ რაღაც რეცეპტი და გეგმას რასაც ვეძახით. მაინც და მაინც საპროტესტო აქციების გეგმა კი არ გვინდა. არა, ეგ გეგმა არ გვინდა. აი მე გეტყვი რა გეგმა მინდა. და მე გავკადნიერდები და ვიტყვი რომ მარტო ჩემი მოთხოვნა ეს არ არის. გეგმა რომელშიც გაწერილი იქნება როგორი უნდა იყოს რეალობა, რომელსაც ჩვენ ვიტყვით რომ ეს არის შესაბამისი რეალობა, რომელშიც არჩევნები შეიძლება ჩატარდეს. იმიტომ რომ ჩვენ ხომ ამბობთ რომ შესაბამის რეალობაში უნდა ჩატარდეს ეს ახალი არჩევნების და არა ახლანდელი სუსით, CSKT და ასე შემდეგ. რა გახდა ამის დაწერა? აი ეს ხო მართლა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ. აი იქნება თქვენი თაოთ, ადეგი და დაწერეთ რომ აი როგორ არის? ეს 4 პარტიამ დაჯდეთ და დაგვიდგეთ. ესე ხო არა რომ კალენდარიშვილი გამოვიდა CSKT და რაბა კუპრაძე შევიდა. ესე ხო არ ხდება ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს აიდეალი ეს ხო შეგიძლიათ დაწეროთ იმ ყოველ სამშაბათს რომ ისინი გაქვთ საბჭოები რატო არ შეგიძლიათ მე სხვა რამეს იზავს ბიზინა და იბაზე რა ვქნათ არ შეგვიძლია და მარტო მოცემულს გამ იმიტომ რომ იქ არის უამრავი შიდა პოლიტიკური დეტალი სამართლებრივი დეტალი რომელშიც შესვლაც დღეს მაგალითად გააჩნია ეს დოკუმენტი რო დაიდოს ახლა მაგიტაზე ხვალ მეძახის მე ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი შარლ მიშელი 2 და მეუბნება რომ მოდი სანამ არჩევნებს ჩავნიშნავთ დავიწყოთ მუშაობა ამ დეტალებზე იმისთვის რომ დავიწყოთ ამ უნდა დაждდე კონცეპტთან მოლაპარაკებაზე ხარ შენ დამჯდომი კონცეპტთან იმაზე სასაუბრო მოიც იმ საკითხს სასაუბროდ რომ კომისიის წევრს ამის უფლება ექნება თუ იმის უფლება ექნება ამის უფლება ექნება თუ არა მაგაზე არ გეუბნები მე გეუბნები რომ ტექნიკურად როგორ ხდება რომ კალენდარიშვილის CSKT კი კონცეპტს უნდა დაუჯდეთ იმ მოლაპარაკებაზე რომელიც მშვიდობიან გადაღებარებას ეხება ორ საკითხის გარდა ხო თქვი პატიმრების გათავისუფლებაო და შესაბამისად ხო და მაგაზე დაუჯდეთ არანაირ მოლაპარაკებაზე არ უნდა დაუჯდეთ თვითონ უნდა გააკეთონ კი თვითონ უნდა და მე ჩვენ შევხედოთ და ეს მოგწონს ბაზარია მოცემულობა არის მარტო ის გეუბნება რომ მოდი ახლა დამიჯექი პარლამენტში შემოდი ერთად ვუყაროთ კენჭი ეს შევცვალოთ შემოდი მეთქი მე არ არა შენ როგორც იცი ადამიანებს ჭირდებათ პატარ-პატარა გამარჯვებები იმისთვის რომ თავი იგრძნო ანუ ეგ სტრატეგია საერთოდ არ არსებობს ანუ პატარა-პატარა მიზნებიც კი არ არსებობს და ოპოზიცია უფრო აქტიური რო იყოს ამ ნაწილში და რაღაც სიახლეები შემოგთავაზოს და ხალხის გაიყოლოს მე მგონი უფრო კარგ შედეგს მივიღებდით საპროტესტო აქციებზეც მოლაპარაკებებში ესეთი სამართლებრივი ბუღალტერია ყოველთვის არის
გამაზიანებელი ჩემი აზრით. რომელსაც მიყავხარ იმ ტიპის მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელსაც მოგაქვს პატარა გამარჯვება და ამ პატარა გამარჯვებებით გიტყუებენ ისე პროცესში, რომ მე გიგრახენ კისერს. ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, ეს მოტყუებაც ნანახი გვაქვს, ეს გადაგდებაც ნანახი გვაქვს. გეუბნებით ეს დოკუმენტი რო იდოს მაგიდასთან. აი დოკუმენტი არის ისე მითხარი, როგორ უნდა გაკეთდეს დედასპიცა որ მაინტერესებს, როგორ აი რა მე მინდა რომ CS:GO ამ CS:GO-მ არ ჩაატაროს, აი ტექნიკურად როგორ უნდა გაკეთდეს ეს რომ ეს CS:GO აღარ იყოს, აი თქვათ უნდათ რა კოცები თანახმარიან. იქ სუსის ხა უფროსი წავიდა და მართლა ეს დავით გამყრელიძე შევიდეს იმის მაგურად, ესე ხო არ იქნება, ხო? თორნიკე შევიდეს რა. თორნიკე შევიდეს, მაშინ შევთანხმდეთ. ხალხო, მოდი. ხო. მე და ირაკლის ჩაგვაბარეთ არჩევნები. არ ვიქნებ მე მადლობა, დიდი მადლობა. ბერჯერ მithქვავს უარი. თან მეც არ მაქვს რეცეპტი, რომ მეც ვფიქრობ და მაინტერესებს რა, ტექნიკურად როგორ გაკეთდეს. მარტივად გადავხედოთ წარსულ გამოცდილებას. წარსულ გამოცდილებას. როცა ყველგან გადაგვაგდო ქართულმა ოცნება მაგას გულის, ერთი რომ გადაგვაგდო ქართულმა ოცნებამ და მეორე როცა ხელისუფლებები იცვლებოდა ან ჩვენს ქვეყანაში, ან ჩვენი ქვეყნის მსგავს ქვეყნებში. როგორ ხდებოდა? არნაირი ეს სამართლებრივი ბუღალტერია არ იყო ტრის ეს რიგში საკითხი. თავარი იყო რომ განცდა, რომ ხელისუფლება დამარცხდა შენთან პოლიტიკურად და მას მოუწია ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ეს ერთი. მეორე, ახლოს ვართ მაგასთან ირაკლი. კი, მე ის ინფორმაციაც წერან ტყუილად არ თუ ახსენე, რომ მაქვს ინფორმაცია, რომ ვიცი დაიწყეს გადამზადების პროცესი. აი ხა რომ გამოაცხადო, ბოდიში, აი ხა ჩვენ რო აქვს შედვართ, რო ავიღოთ ტელეფონი. არ არის მზად არჩევნების. არა, მაგას არ გეკითხები. კაი, ჩავატაროთ ახალი არჩევნებიო, პირდაპირ თქვა. თვით კრიტიკულად. კაი, მაგას ეგ არ დამოვიწყდება, მაგრამ აი ხა რო გამოაცხადო. რომ ვატარებთ ხალ არჩევნებს და ჩვენი ოპოზიციის პასუხი იქნება, ოღონდ ამ გარემოში არ გვინდა, თუნდა მე ამას უცხოებთან თან თუდად გამოიყენებენ, ხო? რომ აჰა, ნიშნავთ არჩევნებს და ოპოზიცია ისევ არ მონაწილეობს, იმიტომ რომ უნდა რომ სუსი თავისი იყოს და CS:GO თავისი იყოს და ბოდიში ბიზია. გეტყვიან, არჩევნებს ვატარებთ. არა. აი ხა რო დაშატაროთ, თქვენი პოზიცია რა იქნება? არ მივიღებთ მონაწილეობას ამ რეალობაში? თქვენი პოზიცია ჩვენსას ვერ ჯერ შენი თქვი მაშინ, კაი. პირადი. ჩემი პოზიცია მგონია ის რომ პერსონალური პოზიცია და არ იყოს განხილული როგორც პარტიის ან კოალიციის პოზიცია. ჩემი პოზიცია ის რომ თუ ხელისუფლება ჩაჩოქილია უკვე ერთ ფეხზე და ის გეუბნება რომ მე უკან ვიხევ და ვნიშნავ ახალ არჩევნებს, ეს უკვე თავში საფუძველში ნიშნავს იმას რომ ის უკვე მინუსით იწყებს პოლიტიკურ ბრძოლას. არის განცდა ტოტალური ხელისუფლების ცვლილების, მე კეთილი უნდა ვინებოთ და ან უნდა მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ მე კეთილი უნდა ვინებოთ და ვაკონტროლოთ, რომ კიდე გაყალბება. კი, კეთილი უნდა ვინებოთ, იმიტომ რომ მე როცა ესეთი ხელახალი არჩევნები სააკაშვილმა დანიშნა, მაგრამ შემდეგ გააყალბა და ისევ დარჩა ხელისუფლებაში თუ გახსოვთ. ხო, მახსოვს, როგორ არ მახსოვს, ან მახსოვს ვიცი, უფრო წამიკითხავს ამბავია, პატარა ვიყავ მაშინ ძალიან მაგისტრი. ხო, ანუ მაგ სცენარიც რო გავითვალისწინოთ დღევანდელში. უნდა ოღონდ ოპოზიცია უნდა იყოს ამისთვის მზად და ოპოზიცია არ უნდა გაიყიდოს, როგორც მაშინ თავის დროზე გაიყიდა, ხო, გახსოვს ეგ რაღაცა გრეჩიხა მოლაპარაკებები 5 მილიონი არც დღეს აკლია გრეჩეხები ისე ტელევიზიის რაღაცა და გავყენდეს რას გადავკიდე, მაგრამ გრეჩიხასთან არ იყო მაშინ. კი. ყველა მაშინ იქ იყო, ეხლა მაშინ ვინ იყო სხვა ოპოზიცია? სალომეც იქ იყო სხვათა შორის. სალომე ზურაბში ყველა იქ იყო, უსუფაშვილიც და ხელხეთ ჩაგიდებლები მოუწოდნენ აქციას. ამიტომ ჩემი მოცემულობა არის ის, რომ თუ ჩაჩოქილია ცალ ფეხზე, უნდა შევარდე არჩევნებში და ის 300,000 ადამიანი, რომელიც იმ ერთ მნიშვნელოვან დღეს იდგა რუსთაველის გამზირზე, მათაც უნდა მივმართოთ და უნდა უთხრათ, რომ მე როცა კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს ვეძებდი საარჩევნო უბანზე, სპეციალური სტატუსი აქვს ხო კომისიის წევრს და შემეძლო სადიყავით თქვენ კაი ხალხო, მართლა სადიყავით, იმიტომ რომ ვერ პრობლემა მქონდა საბოლოოდ დავაკომპლექტე. ყველაფერი შევავსე, მაგრამ ხო წარმომიდგენია, რომ სად ჩემი გულშემატკივარი ძალიან კარგი ადამიანი, ერთი ან ორი ან მამაკაცი გაგიჭირდათ კომისიის წევრების მოგროვება? არა. რაოდენობრივად არ გამიჭირდა. გამიჭირდა მებრძოლი ახალგაზრდები, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გასწიონ, რომელსაც და ეს შეიძლება იყოს იმის გარანტია, რომ ვეღარ გააყალბებენ ქოცები თუ კიდე დაინიშნა. დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ იქ პრობლემა ეს იყო. მე თვითონ ბოლომდე არ ბრძოლობდნენ კომისიის წევრები სხვადასხვა რეგიონებში. ვერ იქ იყო ბევრი მიზეზი, ასაკობრივი, ბევრი სხვადასხვა მიზეზი იყო. ალბათ ეს იმის პასუხიც არის, რომ მეტი მუშაობა ახალგაზრდებთან საჭირო. მეტი მუშაობა და მაგიტომ დავიწყე მაგით, რომ ავტორიტარიზმს როცა ებრძვი და მოგდგენია რომ მე ავტორიტარიზმს დავაბარცხებ, ეხლა კი თბილისიდან ჩავალ ბათუმში, დავიხარჯები, შემოვხაზავ რომელიმე პროდასვალ პარტიას და ავტორიტარიზმს დამარცხებ. არა, კეთილი უნდა ვინებოთ, მეგობრებო და არ მოგწონს ლელო აი ეს ცუდები, საზიზღრები და ისინი რა ქვია ხიხიები. წადი რა ვიღაცა სხვას დაეხმარე, ვიღაცას დაეხმარე.
პარტიები რო გამოურიცხოთ, ხო? ამაში ვეთანხმები. სახში ჯდომა და არავინ არ ვარგა, არის უტრაკობა. როგორ უჭირდათ, იცით? ფინანსური რესურსიც ჰქონდათ, კვოტებიც ჰქონდათ. ვიყავი, მე გორში ვიყავი. ხალხი ვერ დააკომპლექტეს. და ეგ პრობლემა არის, რომელსაც შეიძლება არჩევნები გადატეხონ. იქ мотиваცია აქვთ. ისინი არიან კარმუშკაზე შედან ბიუჯეტს ყოლებენ. თუმცა მათ მეორე ფაქტორი ბოდიში ირაკლი. თუ ხელისუფლებაში ან დაიჭერენ, ან უბრალოდ კარმუშკას დაკარგავენ. ბოდიში მათ მეორე ფაქტორიც არის ხა ახალგაზრდა ბიჭს რომელსაც უნდა რომ რაღაც ცხოვრებაში ეხა დაიწყოს მომავალი და რამე გამოდის რომ ამხელა მანქანას უნდა დაუპირისპირდეს თან რეგიონში და სოფელში მით უმეტეს დიდია წნეხი და ესე ვთქვათ ამას სჭირდება გადატეხვა, ამას სჭირდება მხარდაჭერა პოლიტიკური რაღაც ერთად უნდა დაუპირისპირდეთ და მაგ მოცემულობაში როცა ყველა ერთად ვამბობთ რომ მოდი ახლა დაუპირისპირდეთ მარტივად გადავტეხავთ. მათ კიდე ერთი ძალიან საინტერესო გამოსავალია, რომ მაგალითად სოფელი, სადაც ცხოვრობს 300 ამომრჩეველი, და ეს დიდ სოფლად ითვლება თავის მხრივ 300 ამომრჩეველი, იქ შეიძლება არ იყოს ისე თავისივე სოფელში წარმომადგენელი, შეიძლება სხვა სოფელში იყოს წარმომადგენელი, რომ იქ უფრო მეტი გაქანების შანსი ქონდეს, რომ აქ ბიძა რომელიც გამგებელია სოფლის არ უთხრას, რომ აი შენ ჩემი ძმისშვილი ხარ, ხა ჩემთან ოპოზიციაში, რომ ამის არევა შეიძლება ლოკალ. ბევრი სტრატეგია, მაგრამ იმისთვის რომ ეს სტრატეგია გამოვიყენო და ავამუშაო მე მჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც გვერდით დამიდგებიან. შეიძლება სულ არ ვეუბნებო ხმა მე მომწესე. სხვას მისცეს ხმა პროდასტა. შენ რასაც ამ ყველაფერი არის ლოგიკური, მაგრამ ერთი ცვლადი ხდის აბსოლუტურად უმნიშვნელოს. დარწმუნებული ხარ თუ არა, რომ ამ წუთას ზუსტად ყველა გზა იცით, რითიც გააყალბეთ ის არჩევნები. ყველა გზა ვიცით, გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე ისე სასტიკად მოუტყუდით ყველა. მე მახსოვს, მაგალითად დედჩემი იყო კომისიის წევრი და მოუწია კენჭისყრით რიგის მომწესრიგებელი, რომელიც აი კარტთან რო დგას და პირადობას რო ამოწმებს რა. და საკუთარ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივედი და ჩემ აიღო ეს ჩემ პირადობა შეხედა გადააბრუნა, გადმოაბრუნა, ხო, ირაკლი კუპრაძეა და უნდა შემატარო და ვეკითხები რომ რა ხდება მეთქი, რა ვითარებაა მეთქი საარჩევნო უბანზე თქო და ჩემ მითხრა რომ 30 წელია, 33 წელია ამ უბანში ვცხოვრობ, კერძო დასახლება, კერძო სახლების და ისეთი ხალხი მოდის, რომ აზრზე ვერ მოვდივარ, ვინ არისო რა, ვერ ვცნობო. კაი, ეს რაღაცა კი მენიშნა, მაგრამ დავგოიმდი. მაგიტომ ვარ საკუთარ თავს გაბრაზებული, არ შევიმჩნია. შევედი შიგნით რა, საარჩევნო უბანთან და ხედავ, რომ რაღაც ის იყო ჩამოწიკწიკებული ეს რეგისტრატორები და ბოლო სულ მარჯვენა რეგისტრატორთან მომიწია მისვლა, მივედი, ვაწვდი პირადობის მოწმობას და მეუბნება, რომ ეს აპარატი არ მუშაობს. ხელით უნდა შევიყვანო. და ხელით რატო უნდა შეიყვანო მეთქი და რო არ მუშაობსო და ხო არ გავჭედავთ რიგსო. კარგი მეთქი, აქაც ვერ რაღაცა ჩაგშახო. ესე იგი, რავი, არასტანდარტული ხდება, ეგ არის გაყალბების მეკა, არაფერი შემთხვევით არ ხდება. ვერ ამოხსენი ეგეც და მე ამოხსენი რომ თურმე, ესე იგი, უცხო ხალხი მიდიოდა საარჩევნო უბნებზე, ერთი აპარატი ყველგან გაფუჭებული იყო და ძირითადად ეს იყო მარჯვენა. შეყავდათ ხელით სულ მარჯვენა რეგისტრატორი, მიდიოდა პასპორტით ადამიანი, პასპორტ გამოცხადების უპრეცედენტო მაჩვენებელი იყო. ამ პასპორტში ჰქონდა რაღაცა ფურცელი, შეყავდა პირადობის ნომერი და ოცოცკაციანი ხალხით გააკეთეს დიდი კარუსელი. იმიტომ რომ 3000-ზე მეტ უბანზე 100 ხმა რო გააყალბო, რამდენი ხმა 300.000. ესე იგი, რა გააკეთეს ტიპებმა 1000-ობით ადამიანი აქციას სისხლის სამართლის დამნაშავე იყო. კი, არა მარტო პოლიციელებიც აქციას ეხარა. საიდუმლო უბნები რო ქონდათ, საიდუმლო შტაბები რო ქონდათ, ეგეც და მეორე შიგნით გვერდიდან ზევით რო ქონდათ ხოლმე. და მთავარი პრობლემა მქონდა კიდე ერთ-ერთი ის, რომ ჩემს კომისიის წევრებს ან წარმომადგენლებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ რეგისტრატორს უკან დადგომოდნენ. და შეკითხვა მთავარი შენ რაც არის, რომ აი ზუსტად ამოხსენი ეს ყველაფერი, ამოხსენით და როდის დადასტურდა? ერთი კვირის წინ საარჩევნო ცვლილებები მიიღეს და რაქნეს. რამდენიმე ცვლილება. ერთი რეგისტრატორს უკან დაუდგა არ შეიძლება. ბატონო, კამერა უღებდა პლუს ამ იმას ყუთს და სახეები ჩანდა ვინ ვისაც სტაბში ისხდნენ ლაივ რეჟიმში უყურებდნენ. 3 თუ 4 ცვლილება იყო ხო რაღაც ეგეთი. ერთი კომისიის რეგისტრატორს არ შეიძლება უკან დაუდგე და აკონტროლო, წარმომადგენელს და კომისიის წევრს და დამკვირვებელს არ შეუძლია რომ პირადობა მოსთხოვო საარჩევნო უბანზე. მანდარი ყველა გასაღები გაყალბების ხო? მანდ 4 ცვლილება. ესეთი რაღაცა ჩამონათვალია რა და იგივე მოცემულობა. და ახლა მაგებს რო გაიტანა რა აზრი აქვს მას არჩევნებს? ეგ ისეც იყო, ისაც არ გაძლევდნენ მაგის უფლებას. მაგის ისიც გაქვს შენ წამალი?
ჩემ წამალი ერთადერთია, ჩემი ხედვა. შეიძლება ვიღაც არ დამეთახოს და მითხრას, რომ არასწორი ხარ, ნუ გექნება მაგის იმედი. ესეც ობიექტურია, მაგრამ შენ ერთ სქემას აღმოვაჩენ, ვიღაც სხვა პარტია ერთ ხუთს და ასე შეიკრება საბოლოოდ. ისე არ მოხდეს თქო, რომ ჩვენ რაღაცები აღმოვაჩინოთ და ერთი 10% გაგვეპაროს, რომელზეც მე მიაჯდებიან და იმით გაკეთებენ. მან კიდე უპირატესობის ამბავია რა. გაყალბება ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო. შევარდნაძეც აყალბებდა, სააკაშვილიც აყალბებდა და ივანიშვილიც აყალბებს. უბრალოდ 2012 იყო ძალიან დიდი ამ შემთხვევაში ეგ იყო პრობლემა. 2012 ხელისუფლება რის საფუძველს შეიცვალა. გაყალბება მაშინაც იყო, მაგრამ ისეთი ეგრეთებული ფორით უნდა მოუგო ხელისუფლებას, რომ ის გაყალბება არ იყოს და ეხლა ვჯობდით ჩვენ ხელისუფლებას, მაგ ფორით უბრალოდ ძალიან გააყალბეს და მეორე ამბავია, რომ დავაკელით მაინც ძალისხმევა. დავაკელით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ემიგრაციამ არ გაიარა რეგისტრაცია და ვერ დავარწმუნეთ ეს ადამიანები. ჩვენ რომ ხვდებოდით საელჩოებს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ არავინ საემიგრაციო სამსახურის საარჩევნო უბანთან არ დახვდება და არავინ არ წაიყვანს. გამორიცხული რომ გვეუბნებოთ, რომ აი ეშინიათ ის, რომ საარჩევნო უბანთან მივა თორნიკე, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს, მიგრანტია იქ და ეს წინასწარმეტყველებაა ჩემი ცხოვრების. ეშინია რომ საიმიგრაციო დიპლომატებმა კი არა, ხალხმა არ დაგვიჯერათ. დიპლომატებმა გითხრას, რომ არ ხდება ეგრე, ეგ არის ჩვენი მორალის საწინააღმდეგო, რომ საარჩევნო უბანზე მისულ პირებს დავხვდეთ და იქედან აღრიცხვა გავაკეთოთ და გავედევნოთ და ჩემთან აი მე სადაც დავკვირვებელი ვიყავი, გორში რამოდენიმე იმაში ვიყავი ვიარე და მე ყველაზე ისეთ უბანში შევედი და 10 ხმა იყო პასტით შემოხაზული, ერთი და იგივე პასტით შემოხაზული და ხო იქ მარკერით იხაზებოდა და პარკით იყო შემოხაზული, აი პასტით იყო და ამაზე ავტეხე ამბავი დაურეკეთ CSKO-ს და CSKO მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩაითვალოს, ოღონდ რატო არავინ არ აღიხსნა, ანუ დავალტკიცე ყველანაირად რომ ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა, ყველა ზუსტად ქართულ ოცნებას მისცა, ყველა ზუსტად ერთი პასტით იყო შენ. ანუ სამართალი დადგენის არანაირი შანსი არ მქონდა. 5 ოპოზიციონერსაც რო ეთქვა რომ აი კი ეგრე არის, ტიპა დარეკა CSKO-ში და არაო და გამიუხა. კიდე ერთ-ერთი გამოსავალი რა არის? ძალის ჩვენების კუთხით რა. საარჩევნო უბანზე რომ მიხვედი და ხმა მიეცი და მე სახლში რო წახვედი ტელევიზორი ჩართე და ელოდები აბა იქ რა ხდება, აბა იქ რა დაძაბულობა, მელაძემ რა გააშუქა, იქ თარგამაძე რა ანალიტიკას. იქ შაოსნები რო აბირჟავებენ, აქეთ ჩვენ დავაბირჟავოთ ამას. ირაკლი, ეხლა არჩევნებამდე მნიშვნელოვანი რომ მიდის, ბოდიში რა ერთ წამით ვიტყვი. რომ მიდის იქ ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი საარჩევნო უბანზე და ამათი წნეხი იქ დგომაც კი ამათ იცი რა მხელა წნეხია მათთვის და ამას რო გძნობ მე უნდა ვხედავ რომ აქეთ ნათელი ადამიანები დგანან ირაკლი, თორნიკე, გიორგი, ვიღაცა თიკო დგანან და თვალებით მაინც გეუბნებიან რომ ჩვენ აქ ვართ და ეს განცდა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. არა, იქ დგომაც კი ძალიან მნიშვნელოვან ძალას გაძლევს რომ ხელახლა არჩევნებამდე ირაკლი მისვლა საჭიროა რომ გითხრა შენი პირადი და თუ გინდა პარტიულის თქვი, როგორ ხედავ, როგორ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ხელახალი არჩევნები დანიშნოს და ანუ ამ პროტესტის შედეგებს როგორ ხედავ საერთოდ რა, ანუ ხალხი ადამიანები ღამე ათენებენ, ზოგი 24 საათი იქ არის და შენ კარგად მოგეხსენება, ეხლა რა სიტუაციაა იმ რუსთაველზე იქნება, ბათუმში იქნება, ზუგდიდში იქნება, წინააღმდეგობის მოძრაობა თითქმის ყველგან არსებობს. როგორ რა არის ის გზა რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს? ეს ჩემო ირაკლი, ეგ თუ იცის და აქამდე ჩვენ პოდკასტამდე არ უთქვას, მოსაკლავია აქ. არა, უნდა მარტი მოცემულობა ასეთ ვითარებაში, ეს არის турბულენცია, რომელშიც ახლა ქვეყანა იმყოფება. ასეთ ვითარებაში ქვეყნის მართვა არის შეუძლებელი. მართლა შეუძლებელი. ისინი იმიტაციას ქმნიან ახლა, რომ ნუ საჭე უყრიათ ხელს და სტაბილურად ვითარდება პროცესი. არაფერი არ ვითარდება. სუსი მოიქნიეს, ახლა შოსოს იქრევენ, იქეთ წმენდა ჩაატარეს. ობახიძეს კლანი იბარებს თლიანად. საჯარო უწყებებში საშინელება ხდება. ხალხს ნაწილს ყრიან, ნაწილი გასაქცევად თავად ემზადება, აგერ საზმაუდან გუშინ ნინო ზაუტაშვილი 40 წელი ყველა სისტემას და ყველა დიქტატურას და ავტორიტარებს გაუძლო და ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტი. ნინო ზაუტაშვილი და ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი გააგდეს, ხო, სამსახურიდან. კარგია. იმიტომ რომ სისტემა უნდა შეჭამოს საკუთარი თავი. და ეს იმედია ყაველაშვილის სწავლაც ყოველდღე უფრო მეტ გამწარებულ ადამიანს მოაყოლებს 5 ადამიანს. ყოველ დღე მეტი ადამიანი დაინახოს, რომ ამათთან შეუძლებელია თანაცხოვრება. ამათთან შეუძლებელია თანაცხოვრება და ეს პროცესი მიიყვანს აუცილებლად, რომ შეუძლებელია ამ ვითარებაში ქვეყნის მართვა. რომელი ინვესტორი შემოვა მართლა ეხა, ანუ რა სიგიჟე. არა, ინვესტორი არ ჭირდება, ინვესტორი არ ჭირდება. 20 მილიარდი შემოვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა განვავითაროთ. და მაგას ვამბობ,
თუ და იმათ არ ჭირდებათ ისინი კარმუშკაზე ყავთ გადახედეთ რა 6%-ით გაიზარდა ბავშვთა სიღარიბე სოციალურად დაუცველი 400,000 ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ანუ პურსი ითხოვს პურსი ითხოვს მაგრამ ისინი ახერხებენ რომ შეინარჩუნონ იმიტომ რომ მე ეს ბიუჯეტი რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში და ამ ტრანზიტის და უკრაინის ომის პირობებში ბიუჯეტი ნარჩუნდება იზრდება კიდევაც და მილიარდი ლარი აქვს დახარჯული პრემიებში პოლიციელების პრემიებში აქვს მილიარდი ლარი დახარჯული წინა წელს მილიარდი ლარი და დანარჩენი კიდე დახარჯული აქვს სოციალურ პოლიციელების ვიცით ნეტა პოლიციელები არიან ის დაუნომრა ისიც არ ვიცით ვისაძლებთ ბავშვები რა გუშინ ფოტო ვნახე მართლა სრულწლოვანიც თუ არის ბავშვები ისისაც ამჯერა მაქსიმუმ 18 წლის ახალი 18 წლის რო გახდა გუშინ წინ ეგეთი ბავშვები დგანან ბათუმში ნახე სხვათა შორის მე ბიჭები ახალგაზრდა ბიჭები ამიტომ არ ვიცი მაგრამ საბოლოოდ ჩემი განცდა არის მაინც ოპტიმისტურად ხარ განწყობილი ალბათ ოპტიმისტურად ვარ არ ვიღლებით და დარწმუნებული ვარ რომ ამ ვითარებაში მათ უკან დახევა მოუწევთ თავარია ჩემთვის რომ ჩვენ ვიყოთ ზად პატიმრებს ბოლოს ამით დავასრულოთ ჩემი მხრიდან მადლობას ბოდიშსაც იმიტომ რომ ალბათ საკმარისად ვერ ვაკეთებ და ხანდახან რომ რაღაცა ჭიქაღვინოს დავლევ ხოლმე სირცხვილის განცდა მიტანს რომ მე ჩემ შვილს დაბადების დღეს ვერ ვლოცავ ხოლმე მაგრამ მოცემულობა ეგეთია რომ მადლობა თქვენი მხნეობისთვის განსაკუთრებულად ჩემს პერსონალურ მეგობრებს ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ხნეობა და ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას ეგ არის ერთადერთი პასუხი და სათქმელი რაც მაქვს მათ მიმართ. დიდი მადლობა ირაკლი, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და შევხვდებით მომავალ გადაცემაში. ბრძოლა იქნება ბოლომდე.